მოგესალმებით, როგორც იცით, გვაქვს ჩვენ ახალი ინიციატივა, ყოველთვის ბოლო ხუთშაბათს ვწერთ 3D პოდკასტს, დადგა უკვე მეორე თვის მეორე ხუთშაბათი და ვწერთ მეორე გადაცემას. როგორც იცით, წინა გადაცემაში ჰქონდა საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და გამოიწვია დიდი დაინტერესება თქვენი მხრიდან, ჰქონდა ბევრი კომენტარი, ბევრი პირადი შეტყობინება და გადავწყვიტეთ მეორე პოდკასტით ჩავწეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ. კერძოდ რა ტიპის ხანძრები არსებობს, როგორ კლასიფიცირდება ისინი, რა როლი აქვს ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის მხარდაჭერია კომპანია ვეზირი. მოგესალმებით, იმედი მაქვს, რომ საინტერესო პოდკასტი გამოგვივა. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. დავიწყოთ ჩვენი მეორე პოდკასტი პირდაპირ იმ კითხვებით, რაც გქონდა მაყურებლებიდან შემოსული. კერძოდ აინტერესებდათ აი რა ტიპის ხანძრები არსებობს, როგორ კლასიფიცირდება ისინი, რითი განსხვავდება ცეცხლი, ხო ცეცხლი არის რეალურად, რატომ არ შეიძლება ყველაფერი წყლით ჩავაქრო და ასე შემდეგ. მე რამდენადაც ვიცი, გვაქვს არაერთი კლასიფიცირება, არის ამერიკული კლასიფიცირება, ევროპული, რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს, რაღაცები განსხვავდება. მაგრამ ზოგადად A, B, C, D, E, K და F კლასებია. დავით, სანამ კლასიფიკაციაზე გადავალ, ჩემი აზრით უპრიანი იქნება, რომ ჯერ ხანძრის გამოწვევის მიზეზებზე ვისაუბროთ. ცნობილი ეს სახანძრო სამკუთხედი, ერთი მხრივ არის წვადი მასალა, საწვავი ასე ვთქვათ, შემდეგ ჟანგბადი და მესამე არის სითბო და ამ სამი კომპონენტის ერთად ყოფნის შემთხვევაში გვაქვს ხანძარი. შემდეგ უკვე ეს ჩვენი სამკუთხედი გარდაიქმნება ტეტრაედრად, ეს არის პირამიდა, სამკუთხა პირამიდა და რომლის ფუძეს წარმოადგენს ეს უწყვეტი ჯაჭვური ქიმიური რეაქცია. ხო და სანამ დავიწყოთ ხანძრების კლასიფიკაციას, მოდი თქვენთვის ცნობილ ხანძრის მიზეზებზე, იმიტომ რომ ხანძრის გამოწვევას რაღაცა მიზეზი ჭირდება, ხო? მოდით ჩამოვთვალოთ, აბა რა მიზეზები ვიცით, რა გარემოებებში შეიძლება წარმოიქმნას ხანძარი, რა გვახსენდება უცებ აი ხანძრის წარმოქმნაზე. მე რა ჩემხვედრია ძირითადად ადამიანური ფაქტორებიც არის, მაგალითად სამზარეულოში დარჩენილი შესაძლოა კარტოფილი. ადამიანური ფაქტორი თითქმის ყველგან არის, მაგრამ პირველი აი სამზარეულო და სამზარეულოს ტექნიკასთან და თვითონ პროცესთან დაკავშირებული ხანძრები. პირველი ალბათ გავრცელებული იქნება ესეთი ჭყალებში ვიტყვი ესე ცეცხლთან თამაში, ნუ რაღაცა ესეთი ღია ცეცხლი, რომელიც ხო კი ბატონო, ბევრი ცეცხლთან თამაშების გამოწვევის მიზეზი ეს არის, რომ არ ვაქრობთ ხოლმე და ისე მივდივართ. პირველი რომ ბავშვები და ასანთიო, ხო, აი ბავშვები და ასანთის, იგივე სარიტუალო ან ჩვეულებრივი გასართობი კოცონი, ან იგივე ბარბიკიუს ჩვენებურად წვადაობა, რო თქვა, ღუმელზე რაღაცა დატოვებული კერძი, კი ბატონო, ჰქონდა ამაზე ერთი კიდევ რა დავაბრალოთ, არის ამეზობლოში. ელექტრული გაყვანილობის, მაგრამ ტექნიკას უჯდება. გაუმართავ ელექტრული გაყვანილობა. ათივარი შეიძლება გაფუჭდეს და ხანძარი გაუჩნდეს. კი ბატონო, ტემპერატურა, ძირითადად ტემპერატურის მატება და გამათბობელ მოწყობილობებს, იმიტომ რომ გამათბობელი მოწყობილობა ბევრნაირი არსებობს, ღია ცეცხლიდან დაწყებული, იგივე ელექტრული სპირალებით და ასე შემდეგ. ერთი მნიშვნელოვანი არის, რაც ჯერ არ გვიხსენებია, ეს არის სიგარეტი, მათ შორის ელექტრული ან ელექტრონული სიგარეტი. და ეს შეიძლება ბევრი რამე მოვიცოთ, მაგრამ არის ესეთი ერთი შეხედვით კურიოზული მიზეზები შეიძლება იყოს. მაგალითად, ცნობილი არის ხანძრები, რომელიც გამოიწვია ეგრეთ წოდებულმა დისტანციური პულტებმა, იმიტომ რომ მასში ელემენტებია და ზოგადად ელემენტებთან და აკუმულატორებთან, ბატარეებთან დაკავშირებული ხანძრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ადამიანური ფაქტორი რომ გადამწყვეტი არის ბევრ საკითხში, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ასევე აალებადი და ან ფეთქებადი სითხეების გაზის არა უამრავი შეიძლება იყოს მოპყრობა, სახლის პირობებში იგივე აეროზოლები მაგალითად, რომელიც თქვათ სითბოს წყაროსთან საშიში არის და შეიძლება გასკდეს. პირველ რიგში ალბათ უსაფრთხოების წესების დარღვევა, არასწორად წაკითხული ინსტრუქცია, რომ აი ამ ინსტრუქციას რა თუნდა წაკითხვა, მოდი პირდაპირ ჩავრთოთ და ამ დროს შეიძლება რაღაც ისეთი ელემენტი იყოს მოწყობილობაში მოთავსებული, რომელიც იწვევს აალებას და იწვევს ხანძარს, არ ვკითხულობთ ამას. გამახსენდა ძალიან მაგარი მომენტი ამ წინა საახალწლოდ ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურთან გამართული ჰქონდათ წვადის ის არა ესეთი მაყალი ჰქონდათ მოიცვა მთელი ისა Facebook გვერდები ამ ლეგენდარულმა კადრმა, მე პოლიცია ჩაირა
აი რაღაცა 2 მეტრში, 3 მეტრში, პრაქტიკულად გადაკეტილი ქონდათ მანქანაც აი რაღაცნაირად ისე შედიოდა რა. ზოგადად ახალი წელი ერთ-ერთი სარისკო პერიოდია ხანძართან დაკავშირებით, იმიტომ რომ დეკორაციები, მაშხალები, ამ ფეერვერკების გაშვება, ყველაფერი არის ზუსტად ის რაც ხანძრის რისკს. სანამ ჩავუღმავდებით, სიგარეტზე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო, იმიტომ რომ ჩემს სამეზობლოშიც მოხდა აი ამ ცოტა ხნის წინ ხანძარი, ზედა სართულიდან მეზობელმა სიგარეტის ნამწვავი გადმოაგდო, ქვედა სართულის აივანზე გაჩნდა ხანძარი და მთელი რამდენიმე ბინა დაიწვა. კი ბატონო. ყველაზე ისეთი ტრაგიკული შემთხვევები მოყვება ხოლმე სიგარეტს, როდესაც საწოლში ეწევიან და ადამიანი შეიძლება ისე დაიწვას, განსაკუთრებით თუ არაფრთხილ მდგომარეობაში არის, რომ ვერც კი გაიგოს გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. და გარდა ამ ძირითადი არის ინდუსტრიული მიმართულებაში სხვადასხვა მიზეზები, იგივე თქვათ ეფექტებად საშიში გარემო, სადაც გაზი ან ალებადი სითხეების ორთქლი შეიძლება იყოს ფეთქებად საშიში, სხვადასხვა კონვეიერებთან და მანქანებთან დაკავშირებული მიზეზები და არის ისეთი ერთი შეხედვით კურიოზულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ნუტელას ქილის გამო გამოწვეული ხანძარი, ანუ შემთხვევა დადასტურებული, როდესაც რაღაცა შემთხვევითობი და გარემოებებით ნუტელას ქილა ისე იყო, რომ სინათლის სხივის ფოკუსირება გააკეთა სამზარეულოში, სახლში გაჩნდა ხანძარი და სამწუხაროდ სახლის ზაღლი შეეწირა ამ ყველაფერს და ადამიანის საბედნიეროდ ადამიანის სიკვდილი არ გამოიწვია. ერთი შეხედვით შეიძლება კურიოზული იყოს, მაგრამ იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, აი ესეთ ნივთებს სად და როგორ ვდებთ, რატომ თქვი რომ ვისაუბროთ მეთქი ხანძრის გამოწვევის მიზეზებზე. თუ ჩვენ კარგად გვეცოდინება ეს მიზეზები, ხო, შემდეგ უკვე ამ მათ შესაბამისად დაგეგმილი პრევენციული ქმედებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხანძრის რისკი ან მინიმუმამდე დავიყვანოთ, ან საერთოდ ავირიდოთ თავიდან. აქედან გამომდინარეობს უკვე შემდეგ ბატონმა დავითმა რაც დაიწყო, რომ რა ხანძრის კლასები არსებობს. ბატონო აბა თქვენ რაც ტიპების მიხედვით, ხანძრის ტიპების მიხედვით კლასიფიკაცია მიდის ესე როგორც A, B, C, აი ესეთი კლასიფიკაციით მიდის. და იწყება მყარი სხეულების წვით გამოწვეული ხანძრის კლასი, ასე დავარქვათ ამას რა. ამაში შედის ქაღალდით შედის აუცილებლად, კი ბატონო, ხო, როგორც ხე და ძირითადი აი ტექსტილი ეს ნაჭრები სხვადასხვა ტიპის რასაც ახასიათებს ნახშირი, დანახშირება ღვივის ეს ნაკვერჩხალი ხო მღვივარე ნაკვერჩხალი ჩნდება ეს არის ალბათ ყველაზე გავრცელებული ხანძრის ტიპი და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას აი საოფისეს ხო ეს A კლასის ტიპი არის თუმცა ამასთან ბრძოლის საშუალებები შეიძლება იყოს რადიკალურად განსხვავებული გააჩნია ეს სად მოხდება ის მოხდება ოფისში თუ მოხდება ვთქვათ არქივში ან შეიძლება მოხდეს ბანკში ან რაღაც ისეთ საცავ ადგილას მაგალითად მუზეუმში იქაც იგივეა კლასი არისა მაგრამ მასთან ბრძოლის საშუალებები არის რადიკალურად განსხვავებული. B კლასი არის ადვილად აალებადი სითხეები როგორც ბენზინი, დიზელი ასე შემდეგ. კი ბატონო, აქვეა უნდა აღვნიშნოთ რომ კლასიფიკაცია სხვადასხვა სტანდარტებით ხდება, თქვათ ევროპაში ერთი სტანდარტი არის საერთაშორისო ISO სტანდარტი. არის ამერიკული კლასიფიკაცია, არის ავსტრალიური კლასიფიკაცია, ახლა B კლასის ხანძრები ამერიკული კლასიფიკაციით არის როგორც აალებადი სითხეები, ასევე გაზით და ევროპული კლასიფიკაციით და საერთაშორისო ISO სტანდარტით მარტო აალებად სითხეებს. კი და გაზით ცალკე კლასიფიკაციაში არის. ამერიკულ კლასიფიკაციაში განსხვავება რაც ესო C კლასის ხანძარი არის energized electrical equipment, ანუ მოწყობილობების ხანძარი, რომელიც ჩართული ელექტრომოწყობილობებით არის გამოწვეული. საერთაშორისო კლასიფიკაციით C კლასი არის გაზთან დაკავშირებული ხანძარი. ელექტრომანქანების ელემენტების ხანძარი C კლასში გადის თუ? 2026 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება სტანდარტში, ISO სტანდარტში და შემდეგ ყველა სტანდარტში აისახება ეს. ჩვენ მერე დაუბრუნეთ კლასიფიკაციას სრულად, მაგრამ რადგან ეხლა დასვი შეკითხვა გეტყვი, რომ L კლასის ხანძარი შემოდის ლითიუმ იონიდან გამომდინარე და იმდენად მნიშვნელოვანი გახდა მაგ ტიპის ხანძრები და იმდენად დაიტვირთა ეხლა სამყარო და იმდენად დიდი გამოყენება ლითიუმ იონის ბატარეებს, რომ და რისკები მასთან დაკავშირებული იმდენად დიდი არის, რომ ცალკე კლასად იქნება კლასიფიცირებული და მასთან მის ხანძარქრობის სისტემებს კიდევ ცალკე
განსაკუთრებული სისტემები არის. აი D-კლასის ხანძრები არის მეტალების წვასთან დაკავშირებული სხვადასხვა მეტალები არის, მათ შორის ლითიუმი, თვითონ ლითიუმი, მაგრამ ლითიუმი და ლითიუმ იონის ბატარეები სხვადასხვა ტიპის ხანძრები არის და ხანძარქრობის მეთოდებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. აი ელექტროობას რომ მიუბრუნდეთ, ამჟამად EN სტანდარტით არ არის ესეთი კლასიფიკაცია, არ აქვს ცალკე კლასიფიკაცია, მაგრამ განეკუთვნება წვის იმ კატეგორიას, აი რა კატეგორიაც იწვის, მაგალითად თუ პლასტმასი იწვის, თუ რეზინი იწვის, აი რეზინიც ელექტროობამ რისი წვა გამოიწვია. ხო, ელექტროობამ რისი წვაც გამოიწვია, იმით კლასიფიცირდება, თუმცა NFPA-ც C კლასს განეკუთვნება პირდაპირ არ აქვს. და ერთი რაც გამოგჩა, რომელიც მნიშვნელოვანი. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სავარაუდოდ შეფ-პოვრებს და ვისაც სამზარეულოში ფუსფუსი უყურს დაინტერესებს. F და K-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს ევროპული და ამერიკული სტანდარტი ზუსტად ერთი და იგივე კლასიფიკაცია არის, თუმცა F არის ცნობილი EN სტანდარტში, K არის ცნობილი ამერიკულ სტანდარტში, რაც არის ხო NFPA-ით ასე კლასიფიცირდება. K კლასი ეს არის გამოწვეული სამზარეულოში, აი ცხიმები, ზეთები, აი ესეთი სამზარეულოს ხანძარი, სამზარეულო გამოწვეული ხანძარი. არა მხოლოდ ცხელზე დაპირზე, ხო შეიძლება ცხიმები, ზეთები უფრო სწორად ხოველური ცხიმები. ეხლა ერთადი ეს კლასიფიკაცია ჩამოთვალეთ, კიდევ ერთი როგორც გვირო, ეხლა ემატება ელექტრონული ელემენტების ლითიუმ იონის კლასიფიკაცია, მაგრამ ეხლა როდესაც ხანძარი ხდება, ჩვენი რა გაუცნობელი ადამიანების პირველადი რეაგირება არის, რომ წყალი მივასხათ. და ეხლა რომ ჩავუღმავდით ამას, რომ თუ შეიძლება ყველაფერი წყალი მივასხათ, ან რატომ არ შეიძლება რომ ყველა ხანძარი ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ჩავაკეთოთ? თუ შეიძლება სანამ ამაზე გადავალთ, სანამ მასთან ბრძოლის საშუალებებზე გადავალთ, კარგი ხო არ იქნება, რომ აი გამომწვევი მიზეზები და მათი დეტექციაც განსხვავდება ერთმანეთისგან. აი მაგალითად კვამლის დეტექტორი ყველა ტიპის ხანძრის აღმომჩენად არ ივარგებს, იმიტომ რომ შეიძლება კვამლი აი მაგალითად სამზარეულოში შეიძლება უამრავი ორთქლია და საერთოდ არ იმუშაოს, ან ყოველწუთს გექნება ცრუ განგაში, მაშინ როდესაც იქ სხვა სისტემა უნდა გამოიყენო, უნდა კონდეს ან კომბინირებული უნდა კონდეს, ან თბური უნდა კონდეს, სადაც ტემპერატურას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ არის საწყობები, სადაც შეიძლება აფეთქება მოხდეს და აფეთქებაც საშიში გარემო არის, იქ მხოლოდ ეს დეტექტორები არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგება, იმიტომ რომ ჭერის სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევს, სანამ კვამლიავა შეიძლება რაღაცა ისეთ დაზიანდეს, ამიტომ არის ეგრეთ წოდებული ეს flame დეტექტორები, ალის დეტექტორი, ამიტომ აქედანვე იწყება მასთან ბრძოლა და არა მე რაღაცა თქვა წყლის მისხმა იქნება თუ კი ბატონო, საშუალება ხო, აი დეტექტი რა ტიპის დეტექცია ყველაზე გავრცელებული რაც არის ახლა, სადაც შევდივართ ყველგან, დეტექტორები რაც არის, ეს არის ან კვამლის, ან ტემპერატურის, სადაც ყველა ოფისში არის. ამის გარდა როგორ ხდება? კი, მე ვიტყოდი, რომ ანუ ზოგადად დეტექცია დაკავშირებულია ხანძრის რაღაცა ფენომენთან. ხანძრის ფენომენი რა გვაქვს? ხანძრისოს წარმოიქმნება კვამლი სხვადასხვა ტიპი შეიძლება იყოს, გააჩნია რა იწვის, არის როდესაც შედარებით დიდი ზომის ნაწილაკები არის როცა თქვათ სპირტი ან საღებავი ან მსგავსი ალებადი სითხეები იწვის, იქ დიდი ზომის ნაწილაკები არ წარმოიქმნა პატარა ზომის ნაწილაკები, მას სხვა ტიპის დეტექცია ჭირდება. თუ პირველ შემთხვევაში ვიყენებთ ფოტოელექტრულ წერტილოვან დეტექტორებს, მეორე შემთხვევაში იონიზაციის დეტექტორი უნდა გამოვიყენოთ. კვამლი არ გვაქვს. კი ბატონო, და სხვა პატარა ნაწილაკები არის და ის პატარა ნაწილაკები შემდეგ იონიზაციის დეტექტორს შესაბამისი ტექნოლოგია აქვს, ხო? ხანძრის ერთ-ერთი ფენომენია, რომ სითბოს გამოყოფა ხდება და შესაბამისად ტემპერატურის და ხო, აქედან გამომდინარე გვაქვს ტემპერატურის დეტექტორები. ან ხილული ალი გვაქვს, გააჩნია რა იწვის, ის რაც A კლასის ხანძარში ხილული ალით არ იწყება, ხანძარი არის ესეთი მღვივარი ხანძარი, იმიტომ ინგლისურად smoldering fire ქვია, ხო? მღვივარი ხანძარი არის, ანუ აი ესეთი მწვადი სითხეებისას, აი კაშკარად ისეთი ალი გაქვს, რომ ალის დეტექტორი უნდა გამოიყენოთ. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფენომენი ხო, რაც ჩამოვთვალეთ სხვადასხვა იგივე ტემპერატურის დეტექცია შესაძლოა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით, არა მარტო თქვათ ან სპილენძის მილით, არა მარტო აი წერტილოვანი თერმული სითბოს დეტექტორით, ან სითბოს გამზომი მოწყობილობით. ანუ სწორი იდენტიფიკაცია არის მთავარი პირველ რიგში რა ტიპის ხანძარზეა საუბარი და რა გვაქვს და ეს კიდე უფრო შორიდან რო დავიწყოთ,
ამის იდენტიფიცირება ხდება მანამ სანამ სისტემას დააპროექტებ, იმიტომ რომ წინასწარ იცი რა სახის ფართი გაქვს და რა სახის დაკავებულობა არის ხოების ქვაკუთხედი არის რისკების შეფასება ამ ყველაფრის იდენტიფიცირება ხდება საწყის ეტაპზე, როდესაც ხდება რისკების კეთდება და შემდეგ უკვე შესაბამისი ანგარიში დგება რისკების შეფასების იქ დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რა ხდება, რას როგორ ვადეტექტირებ და მე შემდეგი ეტაპი არის რას როგორ ვებძვით. სანამ რისკებზე გადავიდეთ, დეტექციის ტიპები ამოვწუროთ, მოდით. ანუ კვამლის დეტექტორი ვახსენეთ, ტემპერატურის დეტექტორი ვახსენეთ, ოპტიკური ბეჭდოვანი ან ჩვეულებრივი სითბური კაბელით. აი ეს იონიზირებული linear detections. Linear detection ეგრეთ წოდებული ოპტიკური ეგ მეორე სახეობა, ანუ თერმული ლინიარიც არსებობს, ეგრეთ წოდებული beam დეტექტორები, რომლითაც კვამლის აღმოჩენა ხდება. წარმოებული ერთმანეთთან მიმართული ბიმები არის და როცა გადაკვეთა ხდება კვამლის სხვათა შორის თანამედროვე უბაში უკვე დიდ გამოყენებას პოვებს ვიდეო დეტექტორები, როდესაც კამერის საშუალებით ხდება და შესაბამისად ამ განვითარებული ხელოვნური ინტელექტის და შესაბამისი ალგორითმების საშუალებით ხანძრი მაგალითად ბორს გააჩნია ძალიან კარგი ეს ვიდეო კამერები, რომელიც ხანძრის დეტექციის საშუალებას არის იდენტიფიცირებას აკეთებს მინიმუმ. საქართველოს რამდენიმე ადგილას აქვს ჩვენ მთავრობას ტყეების ხანძრების დეტექციისთვის გამოყენებული ბოშის არა სხვა ბრენდის ვახსენებ, მაგრამ სხვა ბრენდის გადაწყვეტა, რომელიც კამერის და AI-ის საშუალებით აკეთებს კვამლის დეტექციას რეალურად. ასევე გვაქვს ელექტრონული ფარებისთვის data ცენტრებისთვის ასპირაციული დეტექცია, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი არის. ასპირაციული არის ბევრად უფრო მგრძნობიარე პირველ რიგში, იმიტომ რომ შიგნით ასპირაციული დეტექტორში სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული ვიდრე წერტილოვან დეტექტორში, 1000-ჯერ მგრძნობიარე შეიძლება იყოს და ასპირაცია იძლევა საშუალებას რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდეს ხანძრის დეტექცია, აი უკვე კაბელის გარსი როცა იწყებს წვას და ხილული კვამლი რომც არ არის, ხომ ის ნაწილაკები ასპირაციული დეტექციის სისტემა იმდენად გრძნობიარეა, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე შეიძლება ხანძრის დეტექცია და პირდაპირ თქვა NFPA 75 და 76, რომელიც ეხება data ცენტრებისა და სატელეკომუნიკაციო შენობების სახანძრო უსაფრთხოებას, იქ პირველადი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ დეტექციისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ასპირაციული ტექნოლოგია, თავისი შესაბამისი მგრძნობიაროთ, რომელიც ეგრეთ წოდებული very early detection საშუალებას იძლევა. იზოლაციის რღვევა რო იწყება, აი მასთან სუნი ახლავს რა და საერთოდ არ ახლავს კვამი და ამ დროს ნაწილაკი გამოიყოფა და ეს ასპირაცია ამას ადრეულ ეტაპზევე ხედავს და ხო არ გამოგრჩა რომელიმე ტიპი დეტექციის თუ გამოგრჩა კომენტარებში დაგვიწერეთ რომელი შეგვიძლია მომდევნო პოდკასტში განვიხილოთ ის რაც გამოგრჩა. ეხლა მოდი გადავიდეთ. მაშინ ატო არ მუშაობს. ეხლა მოდი ქრობის ტიპებზე ვილაპარაკოთ მაშინ. მოკლედ, იმიტომ რომ დეტექციის ნაირსახეობები განვიხილეთ, ხო? წეგან შეკითხვა იყო, რომ წყლის გამოყენება რატო არ შეიძლებაო? წყალი ჩემი აზრით არის ყველაზე ძველი და უნივერსალური ხანძარმაქრი აგენტი, რომელიც გამოიყენება, რა ვიცი, ალბათ 1000 წლეულების განმავლობაში და მიუხედავად ამისა, ის თავის აქტუალურობას კი არ კარგავს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირიქით მეტ შესაძლებლობას იძენს. მაგალითად, წყლის ნისლით ქრობის სისტემები რომ განვიხილოთ. წყალი აპლიკაცია, ასე ვთქვათ, ხანძარზე და მიმართვა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება და ყველა შემთხვევაში ეს გამართლებული არ არის. ეხლა წეღარულად, მაგალითად, ჩართულ ელექტრონიკაზე, ვიცი, საუკუნის განმავლობაში რაც ელექტროობა არსებობს, ვითვლებოდა, რომ წყლის გამოყენება არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება მოხდება მოკლე ჩართვა, კი ბატონო, შეიძლება თვითონ მეხანძრეც დაზიანდეს, აპარატურა თავისთავად და ეს მიდგომა შეიცვალა, ამას ცოტა მოგვიანებით. იგივე ვთქვათ, სამზარეულოს ხანძარზე ვილაპარაკეთ, ესე ცნობილი არის, რომ როდესაც ზეთის ან ცხიმის წვა მიმდინარეობს, იქ წყალი არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ წყალი იწვევს ამ აალებული შხეფების გაფრქვევას, დაზიანებას თვითონ იმ ადამიანისას, ვინც ცდილობს, რომ ხანძარი ჩააქროს, ხანძრის პირიქით გავრცელებას და ასე შემდეგ არის კიდევ უკაცრავად ჩაგერთო, იმიტომ ვიწევს, რომ წყლის მასა უფრო მძიმე არის ზეთის და მოექცევა ზეთის ქვევით, შემდეგ ეს ორთქლი იწვევს ამ ზეთის გაფრქვევას და თუმცა იგივე მიდგომა წყლის ნისლით ქრობის შემთხვევაში შეიცვალა და წყლის ნისლის გამოყენება შეიძლება, ანუ გააჩნია წყალს სად და როგორ ვიყენებთ? ბარემ აქვე ვთქვათ, რახან წყალზე ვარ და წყალზე გავჩერდით, მაგალითად B-ტიპის ხანძრებში წყლის გამოყენება დაუშვებელია, იმიტომ რომ არათუ ჩაქრობა, არამედ პირიქით ის გავრცელებას უწყობს ხელს. B-ტიპის ხანძარი როგორი ხანძარია? ეს ნივთიერებები, ყველა ნივთიერება B-ტიპში რაც შედის, იწვის ზედაპირზე.
ეს ბენზინი, დიზელი, სპირტი, საღებავი, ზეთი, ოღონდ ვთქვათ ტექნიკური ზეთი და წყლის მოხვედრამ, აი განსაკუთრებით შხეფი ან რაღაცა ესეთი დიდი ნაკადით მოხვედრა პირიქით აბნევს ამას. ანუ ცეცხლი თუ ქონდა პირობითად რაღაცა 1 კვადრატულ მეტრზე წყლის დასხმის შემდეგ შეიძლება 10-ზე ქონდეს ან უფრო მეტზე. ჩაგირთვები და სიტყვა არ დაგავიწყეს, ანუ ყველას გვაქვს სახში ნანახი, რომ როცა რაღაცა ვწვავთ ზეთში, თუ კი ერთი წვეთიც მოხდება წყლის მასა ჩვენს ზედაპირზე, ეგრევე იწყებს. ხო, ანუ ეგრევე იწყება შხეფების გამდენა, შიშხინი და ასე შემდეგ. ზუსტად ეგ არის ქიმიური მოქმედება, რომელიც იწვევს დიდ ხანძრებში პირიქით გავრცელებას. ანუ ხანძრის დროს იმ ზეთს ცეცხლი უკიდია და მარტო შხეფის კი არა, ანუ იმ შხეფს ცეცხლიც უკიდია და იმის გაბნება ხდება და გავრცელება. რეალურად გაბნევას ვაკეთებ. ქვეშ იქ ხდება ამისი გაფრთხილება, აუქლება და ორთქლი ამოვარდება ზედაპირის ფართობს დაშლის და პირიქით გაავრცელებს ამ ცეცხლს და არ ჩააქრობს. ანუ ჩაქრობის რადგან წყალზე ვსაუბრობთ, მაშინ ბოლომდე მივიყვანოთ ეს თემა და წყლის ნისლი, ანუ ეხლა რაც პრობლემები ჩამოთ, ანუ აკლასის ხანძრებზე ძალიან კარგია წყალი, წყალი რას აკეთებს? ანუ აკეთებს გაციებას, ის სითბოს ხო, ტემპერატურის დაგდებას. ხანძრქრობა რას ნიშნავს? სახანძრო ეს ტეტრაედრი რო თქვით და 4 რაღაცისგან შედგება, ამ 4-დან ერთ-ერთი უნდა მოვაცილოთ, რომ ხანძარი ჩაქრეს. და წყალი არის უნივერსალური, ბევრი მიმართულებით მოქმედს, ანუ ტემპერატურასაც აციებს, ჟანგბადის წვდომასაც ზღუდავს, გარშემო რაღაცებს აციებს, რომ ქიმიური რეაქცია ის რეაქცია არ წავიდეს და არ გავრცელდეს და ძალიან უნივერსალური საშუალებაა და აი იმ შემთხვევაში, სადაც არ შეიძლებოდა წყლის გამოყენება ბევრ შემთხვევაში უკვე შეიძლება იგივე სამზარეულოში, იგივე ელექტრობასთან დაკავშირებით გაგიკვირდება, მაგრამ NFPA იგივე 75-76 პირდაპირ მასში უკვე დაშვებული არის, რომ წყლის ნისლის სისტემები გამოყენებული იყოს სასერვეროში. ერთი შეხედვით შევა დაუჯერებელი იყოს და მეც ძალიან მიჭირდა ამის დაჯერება. მე ვეძებე რაღაცა ვიდეოები მინდა მეთქი, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად გაზის სისტემებზე მე დიდი ხანია მუშაობ გაზის ქრობის სისტემაზე და ძალიან მისაღები, გასაგები მექანიზმია, ქიმიურიც, ფიზიკურიც, რატომ მოქმედებს, როგორ მოქმედებს, სხვადასხვა გაზის ქრობის სისტემები, ეგრეთ წოდებული clean agents რო ეძახიან NFPA 2001-ის მიხედვით და ეს წყლის ნისლი ცოტა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როდესაც უყურებ რომ ჩართული სერვერები არის, უყურებ ამ სერვერების პარამეტრებს და წყლის ნისლის გაფრქვევა ხდება, ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე, რაზომის წყლის ერთეულები გაიფრქვევა და ნაწილაკები, ხო? ანუ კი ბატონო, ნაწილაკები და როგორ ხდება ამ ხანძარქრობის სისტემის დიზაინი რა? ტემპერატურის დაგდებას აკეთებს, ხო? ტემპერატურა არა მარტო ჟანგბადის იზოლაციას. არა მხოლოდ იზოლაციას აკეთებს და როგორც ხო, აი ტემპერატურა წვის და ცეცხლის ხანძრის გაგრძელების არა ხელსაყრელი პირობა დგება ამ ნისლის გაფრქვევით. უნდა ვახსენო წყლის ნისლთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ტექნოლოგია არის ჯერჯერობით. იმიტომ რომ გამოცდილებაც ნაკლებია და ჯერჯერობით სოფლიოშიც როცა მივადგებით ბიუჯეტს კომპანიის შესაძლებლად უფრო მაღალ ბიუჯეტური არის ვიდრე სტანდარტული პრემიერული სისტემა. იქიდან გამომდინარე რომ ამ სისტემამ ის ეგრეთ წოდებული დანადგარი რაც არის რომელიც უზრუნველყოფს ამ ნისლის შექმნას ეგრეთ წოდებული მისტი ხო ანუ მისტი ან ფოგით როგორც არის ცნობილი ხო ამ დროს რა ხდება განსაკუთრებით ამ ელექტრომოწყობილობებში რომელიც ჩართულია ხო უნდა მიაწოდო 1000 მიკრონზე მცირე ნაწილაკით რა ანუ რასაც ის ეგრეთ წოდებული ჯეტი ეს შხეფი ვერ უზრუნველყოფს ამიტომაც დაშვებულია და პირველი რო წავიკითხე რომ აი რაღაცა ესეთი ტესტირებული და რაღაც სერტიფიცირებული მეთქი ეს სერტიფიცირებული წყალი რას ნიშნავს სერტიფიცირებული და სერტიფიცირებული არის ზუსტად ეს რა ეს აპარატი უზრუნველყოფს ამას რა ამას ესე წვრილ ფრაქციებად დაშლას დაახლოებით 1 მეტრზე უფრო ახლოს არ უნდა იყოს იმ მოწყობილობიდან რომელსაც აკრობს იმისთვის რომ უსაფრთხო იყოს რა პირველი ეს ფრაქცია ეს პატარა ფრაქცია მეორე ის მანძილი და ამიტომაც ცოტა უფრო ძვირი სიამოვნება ვიდრე ჩვეულებრივი წყალი და ამიტომაც არ არის პოპულარული ხო სხვა შემთხვევაში ავაკებით ეგრეთ წოდებული ეს გამრქვევით ავაკები ნოზლებით შესაბამისი უნდა სხვათა შორის ბევრი ტექნოლოგია არსებობს წყლის ნისლში და ძალიან საინტერესოა და იმედია ნელ-ნელა ჩვენთანაც გავრცელდება საქართველოში წყლიდან რო გადავიდეთ
ასევე გვაქვს ფხვნილით ქრობა სხვა. კი ბატონო. ფხვნილი კაფი. ასევე გვაქვს კაფი და ასევე გვაქვს გაზი. მოდი ამ სამზე რო ვისაუბროთ. ფხვნილი მე პირადად არ მომწონს, იმიტომ რომ ოდესაც ფხვნილით გაფქვევა ხდება, ძალიან ბიძურდება გარემო. გააჩნია რა საქრობდა, ახლა რაზე არის, ანუ ჩვენი მიზანი რა არის? მიზანი უნდა იყოს ის, რომ ხანძარქრობა გავაკეთოთ ისე, რომ რაც ხანძარმა არ დააზიანა, ხანძარქრობის დროს არ დავასიანოთ ჩვენ. თუმცა ფხვნილი და კაფი კარგია ისეთ ადგილებში, სადაც ვერ ვაკეთებთ ოთახის ჰერმეტიზაცია, დასაცავი ოთახის ჰერმეტიზაციას. წყლის ნისლით ძალიან კარგია მაგ წყლის შემთხვევაში. ნისლით, წყლის ქრობაც, მაგრამ ისეთ ხანძრებში, სადაც არ შეგვიძლია გამოვიყენოთ პირობითად წყალი, წყლის ნისლი უკვე შეგვიძლია, მაგრამ ხელმისაწვდომი ნაკლებად არის, იყენებენ ამ კაფით ან ფხვნილით, მაგალითად საგენერატორო ოთახების ქრობას, სადაც შეიძლება დიზელ გენერატორს გაუჩნდეს ხანძარი. კაფი ძალიან კარგი არის სწვადი სითხეების წინააღმდეგ. აი დიზელ გენერატორების შემთხვევაში ვიტყოდი რომ საკმაოდ გავრცელებული ქრობის ტიპი არის CO2-ით ქრობა, როგორც საგენერატორო, თქვათ გაზოტურბინის ქრობისთვისაც გამოიყენება, ოღონდ რა თქმა უნდა დაცვა უნდა იმის. CO2 ცოტა განსაკუთრებული გაზია, მისი სტანდარტი CNFPA-ით სხვა სტანდარტი არის. თუ clean agent-ებს NFPA 2001 აქვს, CO2 არ შედის clean agent-ებში, მიუხედავად იმისა, რომ გაზია ინერტული არის, CO2-ს აქვს ერთი კიდევ უპირატესობა, რომ არსებობს სისტემა ეგრეთ წოდებული total flooding-ი გაზით ქრობას და CO2-ის შემთხვევაში როგორც total flooding-ი, ანუ სრულად დატბორვის გარდა შესაძლებელი ეგრეთ წოდებული local application, როდესაც რაღაცა მოწყობილობების სარისკო კონკრეტულ უბნებზე გაქვს ეგრეთ წოდებული გამრქვევი ნოზლები. კი, ლოკალიზებული სადაც სრული ჰერმეტიზაცია მაგ შემთხვევაში არ არის საჭირო. CO2 ძალიან კარგი ხანძარმაქრი აგენტი არის. მასაც მრავალმხრივი აქვს მოქმედების ის ჯანგბაც გუდავს თავისთავად. მძიმე არის ჰაერზე და ქვემოდან დატვირვას, რომელიც გაციებასაც აკეთებს და ძალიან კარგი ის არის, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, რომ რადგანაც მძიმეა ჰაერზე და ქვედა სივრცეს შევსებას იწყებს ადამიანის იქ შემთხვევით ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად ლეტალურად დასრულება თუ ვერ გამოვიდა ადამიანი იქნება, იმიტომ რომ ჟანგბადი არ არის და ასე შემთხვევაში ამიტომაც არის რომ იგივე გენერატორები, საგენერატოროს ან გაზოტურბინის ან მსგავსი აპლიკაციის ქრობისას სადაც იყენებენ როგორც კი კარს გააღებ, გადაყავთ ხელოვნურ მართვაზე, იქიდან გამომდინარე რომ ავტომატურად არ წავიდეს, მე ადამიანი რო გამოდის ქრობისას შეიძლება პანიკაში რაღაცას ფეხი წამოარტყას, ძირს დაეცეს და ამ დროს დაბლა დაილექება და პირიქით ეს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა უსაფრთხოების წესების სრულად დაცვის შემთხვევაში ერთ-ერთი საინტერესო მარკია. სამყაროში ძალიან ინტენსიურად გამოიყენება CO2 სისტემები. მაგრამ გვაქვს სხვა გაზებიც, რომლებიც ნაკლებად მომწავლული და ნაკლებად სახიფათო არის ადამიანებისთვის, რომელიც საქართველოში ძალიან გავრცელებულია. ორი მიმართულება გვაქვს ბატონო დავით, მაგ მხრივ ერთი არის ეგრეთ წოდებული სინთეტური გაზები, ძველი ეგრეთ წოდებული FM200 და Novec-ის 1230, რომელიც სტანდარტის კლასიფიკაციით არის FK512 და გვაქვს ინერტული გაზი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე მისაღები და ყველაზე მოსაწონი სისტემა არის ინერტული გაზით ქრობა, იმიტომ რომ თანამედროვე ეს ეკოლოგიური გამოწვევები FM200-ის წარმოებაზე დიდი ხანია მოქმედებს რეგულაციები, ახლა Novec-იც მოექცა მაგარი PFAS გაზების რეგულაციაში და ამ FK512-იც ასე შეზღუდულ რეჟიმში არის და ამ მეორე მხრივ არის ინერტული გაზი, არგონი და აზოტი. რამდენიმე ტიპის არის ინერტული გაზით ქრობის სისტემები, ეს არის თქვათ IG01, რომელიც მთლიანად არგონი არის, IG100, რომელიც მთლიანად აზოტი არის, შემდეგ მათი ნაზავი 50-50-ზე ეს არის IG55 და IG551, რომელშიც არის როგორც აზოტი, არგონი და 8% კიდევ CO2 არის, მაგასაც თავისი მიზეზი აქვს, ცოტა ესეთი ღრმა რატომ და რისთვის არის ტექნიკურად შექმნილი. და მთავარი ის არის რომ ატმოსფეროში 78% არის აზოტი და რაღაცა ანუ მაგაზე ეკოლოგიურად დამაზიანებელი ვერასოდეს ვერ იქნება და თუ სუნთქვა არ აგვიგზალეს ინერტული გაზით ქრობის სისტემებსაც ვერანაირი აკრძალვა ვერ შეეხება. თუმცა თავისი მინუსებიც გააჩნია, რომ მაღალი წნევის სისტემები უნდა იყოს და გაზით ქრობას ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ აუცილებლად დასაცავი სივრცე უნდა იყოს ჰერმეტული. ჰერმეტულობის გარეშე იქ ქრობა არ გამოვა და კონცენტრაციას აქვს კიდევ დიდი მნიშვნელობა, რომ თქვათ ადამიანისთვის უსაფრთხო ითვლება, რომ თქვათ 12.7%-მდე უნდა ჩამოვიდეს ჟანგბადის კონცენტრაცია. ამ დროს უკვე აალების პროცესები და ხანძრის გავრცელების პროცესები არ ხდება და ეგ აუცილებლად ყურადღება მისაქცევი არის
როგორც წესი, კარგად ერთი წამი დავამთავრე, რომ კარგად გაკეთებულ ხანძრის ქრობის სისტემაში ქრობის პროცესში ადამიანი იქ არ უნდა იმყოფებოდეს. ხო, არ აქვს მნიშვნელობა რა გამოვიყენებთ. შესაბამისად, სტანდარტით ყოველთვის დევნავათაცხენა დაყოვნება არის, სანამ გაფრთხილება მოხდება. აი იქ ირთქება ევაკუაციის სიგნალი, რომ ვინც არის იმ კონკრეტულ ოთახში, დატოვოს და ხელით ქრობა, ხელით მართვაზე უნდა გადავიდეს. თუ ვერ ახერხებს გამოსვლა, შეუძლია ხელით მართვაზე გადაიყვანოს, აქვს იმდენი დაყოვნების საშუალებას, დაყოვნების ღილაკითაც ითვალისწინებს სტანდარტი, ან მთლიანად სერვისის გათიშვის ღილაკს, ოღონდ ეგ უნდა გაკეთდეს პასუხისმგებლობით და შესაბამისი პირის მიერ. ამ იმას უკვე კომპეტენციას და ასე შემდეგ მე ცოტა მოგვიანებით ჩავახერხებ. ანუ ბოდის გიხდით როგორი მომენტი არის, როდესაც ოთახში შედიხარ, გადაყავს ხელით მართვაზე, მაგრამ რო გამოდიხარ არ უნდა დაგავიწყდეს რომ ისევ ავტომატურზე გადაიყვანო, თორე პირიქით შეიძლება ისეთი ეფექტი მიიღო, რომ ის რისთვისაც ამხელა სისტემა გააკეთე, წყალში არ ჩაყარო. ერთი ასეთი კითხვა აქვს, საქართველოში დატა ცენტრების და პატარა სერვერების ქრობაში ძირითადად გავრცელებულია უკვე მოძველებული FM200, რომელიც თითქმის აღარ შემოდის და აღარ იწარმოება და მეორე ეს ყოფილი ნოვეკი. კი ბატონო. აი ეს IG-55-ს და ამ გაზეთს რომელსაც შენ ანჭობ, უბრალოდ სათო არ ვიყენებთ სასერვეროებში. პირველ რიგში პატარა სისტემებისთვის შედარებით უფრო არაეკონომიურია ფინანსურად, მეორე ის რომ მაღალი წნევის სისტემებია და აი ადამიანი რო დამკვეთი რო ეგოს 200 ბარი ან 300 ბარი წნევა მექნება და ამხელა წნევის ბალონი, თუმცა ის უსაფრთხოა და სტანდარტი ითვალისწინებს მისი როგორც შიგნით დასაცავ სივრცეში განთავსებას, ასევე გარეთ თქვა ცალკე სათავსოში ან ოთახში განთავსებას და ჩემი აზრით უსაფრთხო არის. ერთი რაც წლების წინ ნაკლი ქონდა ინერტულ სისტემებს იყო ის რომ გაფრქვევის მომენტში უფრო ხმაურიანი არის ვიდრე სინთეტური გაზის სისტემები, თუმცა აწი თუ მისი მონტაჟი ხდება დატა ცენტრებში სპეციალური ჩამხშობები აქვს ყველა სერიოზულ წარმოებელს და ის ჩამხშობები არის სერტიფიცირებული დატა ცენტრებში, სწორედ სერვერებისთვის, ანუ მექანიკურ უпростоრად ჰაერის ტალღების ვიბრაციას იწვევდა, რომელიც ჩვენ მექანიკურ ვიბრაციას იწვევდა და მოგეხსენებათ ეს მექანიკური ვიბრაციები ძალიან ცუდი არის ძველი თაობის ეგრეთ წოდებული ვინჩესტერებისთვის, სადაც ფიზიკური დისკები არის, თორე ელექტრულ დამამახსოვრებელ მოწყობილობას ეგ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაბამისად კარგად დაგეგმილი და შესაბამისი ხმის ჩამხშობი მოწყობილობის გამოყენებით ის აბსოლუტურად სერტიფიცირებული და უსაფრთხოა დატა ცენტრებში გამოყენებისთვის. მე მგონი იმ კითხვას უკვე გავიცით პასუხი თუ რატო არ მუშაობს ერთი სახანძრო სისტემა ყველა შემთხვევაზე, იმიტომ რომ თვითონ ცეცხლის ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება, ტემპერატურა განსხვავდება, საწვავი მასალა განსხვავდება და ერთი და იგივე მეთოდით ვერ ვაქრობთ ყველა ცეცხლს. და კიდევ ერთი მომენტიც არის, ეს არის ტექნიკური მხარე და მას ახლავს ასევე ის ეკონომიკური მხარე რა. ანუ კი, კარგია, შეგიძლია ოთახში გამოიყენო როგორც წყალი, ასევე ეგრეთ წოდებული clean agent-ი, მაგრამ არ არის ეკონომიკურად და დასაბუთებული მისი გამოყენება ერთი ოთახში თუ მილიონი დაგიჯდა. ანუ რისკი რა გვექნება? რისკით უნდა შეაფასო რა, ანუ რა რისკი გაქვს და იმის მიხედვით გამოდის ეს აი რა რისკი გვექნება თუ არასწორად შერჩეული ხანძარქრობის სისტემა გვიყენია, მაგალითად სამზარეულოში იქნება თუ სხვა პირიქით, აი როგორც ვისაუბრეთ, ეს შეეხება არა მხოლოდ სამზარეულოს, არამედ აი მაგალითად B-ტიპის B-კლასზე რო ვილაპარაკეთ, იმის ნაცვლად თუ ჩვენ კაფე უნდა გამოვიყენო და გამოვიყენებთ წყალს, ჩაქრობის ნაცვლად პირიქით გავაღვივებთ ხანძარს და შეიძლება ეს დასრულდეს ძალიან სავალალო, ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს. ერთს დავამატებ კიდევ ახლა შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა სემენელმა იფიქროს რაში მაინტერესებს ეს კლასებიო და რაღაც ABC კლასი ძახიან და ასე შემდეგ და აი გაზით ქრობის სისტემებში არის სტანდარტი ძალიან კარგი სტანდარტია და პირდაპირ რა კლასის ხანძარიც არის, გაზის კონცენტრაცია მიბმულია იმ ხანძარზე და ესე არის გაწერილი თქვა. A კლასის ხანძარზე გჭირდება რაღაც კონკრეტულ აგენტზე რაღაცა რაოდენობა კონცენტრაცია გაზის, B კლასის ხანძარზე გჭირდება რაღაცა რაოდენობა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შესაბამისად სწორად იქნა შეფასებული რის ხანძარქრობა უნდა განხორციელდეს და რა ტიპის სისტემა უნდა გამოვიყენოს და ეს ტიპის სისტემა რა პარამეტრების მიხედვით უნდა იქნეს დათვლილი, იმიტომ რომ
ეს ერთობლიობა შემდეგ ინტეგრალურად მოქმედებს ხანძრის ქრობის პროცესზე. ის კარგად განხორციელდება თუ ცუდად განხორციელდება? კიდევ ერთი მომენტი, მინდა C კლასის ხანძარს შევეხო, აი აირები რა, ეს არის როგორც თხევადი აირები, ასევე ეს C ტიპში რა, რაც შედის. გაზი და გაზი, მეთანი, პროპანი, ესეთი ეგრეთ წოდებული LPG ქრობაზე მნიშვნელოვანი პირველი რაც უნდა გადაკეთო გაზი, ანუ მარტო ის კი არა რომ შენ რა სისტემაც არ უნდა კონდეს, თუ ის მიწოდება დროულად არ დაკეტეს, შესაბამისად ღონისძიება უნდა დაგეგმო ისე რომ იმის დაკეტვა შეძლო ხანძრის დროს, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორე მე თუ ღია ყველაფერი, რამდენიც რაც არ უნდა დაასხა, ხუნილს დააყრი თუ რას იზამ, შეიძლება ვერასდროს ვერ ჩა. ელექტრონულ სისტემებზე, ქრობის აგენტებზე და დეტექციის ტიპებზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, მაგრამ რა როლი აქვს ადამიანს ამ ყველაფერში? მოდი ამას ჩავურღვევდეთ, იმიტომ რომ პირველი 30-90 წამი ყველაზე კრიტიკულია და ეს ის დროა, როდესაც ადამიანმა უნდა მოახდინოს რეაგირება და სწორად რეაგირება. ამ კუთხით აი პროცედურას ახსენებთ ეხლა შენ რომ როდესაც შედის ვიღაცა სასერვეროს მაგალითზე გააკეთე ან რაღაც დახურული ოთახის მაგალითზე, როდესაც შედიხარ გადაიყვანო და ხელით მართვაზე გამოსვლის დროს დააბრუნო უკვე ავტომატურ მართვაზე. კი ბატონო, ამ კონკრეტული მაგალითით რო წავიდეთ, აი მაგალითად სასერვეროში შევედით, რა გვაქვს გარკვეული პროცედურა გასაკეთებელი, ამ დროს გადაგვყავს ხელით მართვაზე და უცებ ხანძრის დრო შეიძლება ეს სასერვეროში არ ხდება, ეს ხანძარი ხდება სხვაგან, გამორბიხარ და ამას არტოვებ ისევ ავტომატურ რეჟიმში, ხო? ანუ ამით არა მხოლოდ შენობას ყველაფერს უქმნი საფრთხეს, აი ამის აღმოფხრა როგორ უნდა მოხდეს, ალბათ მუდმივი სწავლებით, მუდმივი ვარჯიშით, მუდმივი ტრენინგით, თუმცა ახლა დღეს აქ ღმერთმა გვაშოროს რაღაცა რო იყოს, არ ვარ დარწმუნებული რომ მე თვითონ არ ჩავარდები პანიკაში, ან ვიღაცა არ ვიცი ისეთი ადამიანური მომენტია რა. ეს 30 წამი თითქოს ძალიან ცოტა არის, მაგრამ ყველაზე კრიტიკული არის ხანძრების მართვის დროს, იმიტომ რომ ამ დროს უნდა მოხდეს გადაწყვეტილება, პანიკა იქნება თუ გაკონტროლდება, განსაკუთრებით მაღლივი შენობა არის ყველაზე ევაკუაცია იქნება დროული თუ დაგვიანებული იქნება, ზარალი მცირე იქნება თუ მასშტაბური იქნება თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ან პირიქით, მაგალითად შეიძლება ცრუგანგაში კონდეს და რაღაცა 20 სართულიანი ან 40 სართულიანი შენობის ევაკუაცია დაიწყო და არ იყოს საფრთხე, ისეთი საფრთხე ხომ და შეაფასო რომ რა ხდება და მოყვეს ვიღაც და უფრო დიდი ზიანი გამოიწვიო ვიდრე თვითონ ხანძრის პირველ წუთებში რატომ არის კრიტიკული მაგალითად. ძალიან დიდი თემა არის ეხლა რასაც შეეხე შენ და მრავალმხრივი თემა არის და ყველაფერი ეს უკავშირდება ეგრეთ წოდებულ ორგანიზაციულ სახანძრო უსაფრთხოებას. ანუ იქ პროცედურები და თვითონ პროცესი რაც უნდა მიმდინარეობდეს არის ძალიან დიდი ელემენტარულად თქვა კონკრეტული პირის მომზადებით, რომელიც არის მორიგე იმ დღეს და არის პასუხისმგებელი რომ ეს ყველაფერი განახორციელოს იმ ავტომატური ხანძრის დეტექციის ან ხანძრის დეტექციის და ქრობის სისტემასთან ერთად დამთავრებული მისი მენეჯერი და იმ მენეჯერის ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა უზრუნველყონ სახანძრო უსაფრთხოების პროცესი და პროცედურის სწორად გატარება მთლიანად ორგანიზაციაში. ეხლა ცოტა თემას შიც რო დავჭე და ცოტა რო გადაუხვიოთ, ერთი ამბავი გავიხსენოთ. მე და შენ თუ გახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჰანიველის ღონისძიება ტარდებოდა თბილისში პარტნიორების შეკრება და ამ ღონისძიებაზე ჰანიველის ერთ-ერთი კომპანიის Xtralis-ის წარმომადგენელი იყო. ეს ხდებოდა, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრიდან რამდენიმე თვე იყო გასული და ყველამ ვიცოდი, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იყო Xtralis-ის ვეზდა სასპირაციული დეტექციის სისტემა და ახლა არც კი მოგვისმენი იმ თემისთვის, რომ დაამთავრა და რო გითხრა, რომ კითხვებიო, კითხვები რა გაქვთ, პირველი კითხვა იყო, ვეზდა რო იყენა, რატომ მოხდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი და რატომ ვერ დავიცავითო და ის არ ჩაღრმავებულა, მაშინ ჯერ გამოძიებას დასრულებული არ იყო და ადამიანური შეცდომის ფაქტორი იყო პირდაპირ გითხრა და ეხლა უფრო მეტი ინფორმაციაა ცნობილი და აი დავითი რო იძახის, რომ აი პირველი 30 წამი და 90 წამიო
ბევრი შეცდომა იყოს აი ადამიანური შეცდომების ჯაჭვი მაგ შემთხვევაში. ანუ იმ დღეს სამორიგეო დატოვებული იყო ადამიანი, რომელიც მესამე დღეა რაც იქ დაინიშნა, სულ ორი მორიგეობა ჰქონდა გატარებული და სისტემაში რომ შემოვიდა განგაშის ინფორმაცია, თავისი ზონაც დაიწერა ადგილმდებარეობაც, ვერ მიხვდა სწორად სად ხდებოდა ხანძარი და ადგილი იყო სადაც საკურთხეველთან სადაც 60 და ჭურჭელს ინახავენ მღვდელმსახურებისთვის და ამან სხვა სათავსო გაიგო და გაუშვა შესაბამისი პიროწადი გადაამოწმეო და 25 წუთი დაიკარგა. ეკლესიის ხანძრის უსაფრთხოების სისტემა არ იყო პირდაპირ დაკავშირებული ხანძრის გამოძახებასთან და ეს მე ხელით ხდებოდა რომ დადასტურდებოდა რომ ნამდვილად არის ხანძარი, მე ხდებოდა სახანძრო ბრიგადის გამოძახება. ანუ დროის ფაქტორი იყო აქ ადამიანური. ხო, ანუ წამების განმავლობაში რომ უნდა ხდებოდეს იდენტიფიცირება და ამოცნობა 25 წუთის განმავლობაში ვერ მოხდა. ამას დაემთხვა ისიც რომ ამ ადამიანმა რომ მიხვდნენ რომ იქ რომ მივიდნენ და არ ხდებოდა ხანძარი, თავის მენეჯერს დაურეკა, რომელმაც არ აიღო ტელეფონი. და 25 წუთის მერე უპასუხა და შემდეგ გაირკვა უკვე სად უნდა წასულიყო, ანუ იმ გამოუცდელობით, შესაბამისი ტრეინინგების არ ქონით, შესაბამისი დროის არ ქონით, რომ არ შეიძლება ახალბედა ადამიანის ესე საპასუხისმგებლო ადგილზე მარტო დატოვება. გამოიწვია ის, რომ სახანძრომ დაიგვიანა 9 საათი და შემდეგ უკვე იმ ხანძრის ჩაქრობა, რომელიც რაღაც საუკუნოვან ხეს ეკიდა, გამორიცხული იყო, ვერ მოხერხდებოდა ვერანაირი საშუალებით. თუმცა აი მღვივარე პერიოდში სანამ დიდ მასშტაბებს მიიღებდა, სწორი რეაგირება რო ყოფილიყო, სწორი ამოცნობა რო ყოფილიყო, მაშინ გადარჩებოდა პირველ წუთებში არის კრიტიკული, რომ ამოცნობა და ლოკალიზება გააკეთო, მაგრამ სამწუხაროდ მაგაც პარიზშიც და საქართველოშიც ხშირად ხდება უგულებელყოფა. მაგალითად, სრუგანგაშია და ოპერატორი გაუთიშავს ხმას, რომ აი აწუხებს და გათიშა. ან შეიძლება შეგხვედრია კიდევაც მე და შენ ერთ-ერთ დიდ სასტუმროში, როდესაც მივედი, რომ რამდენიმე სართული ზონა იყო საერთოდ გათიშული, იმის გამო რომ სულ განგაში შემოდის და დავიღალეთ. ნახევარი სისტემა თვითონ გქონდათ გათიშული. შეწუხდნენ, რომ რეალურად არ ხდება ხანძარი, არ იყო ხანძარი და ამ დროს გამორთეს კი. საწყობილ კოპუშებში ხდება ხოლმე, როდესაც შემოვა ხანძარი, რავი, იმდენჯერ ცრუგანგაში აქვს ხოლმე, ვიღაცამ სიგარეტი მოწია, არ აქცევენ ყურადღებას და ეს ყველაფერი ებება და ერთდღელა ხვარის მსგავსად რეალურად მართლა მგელი და ზოგადად ადამიანური ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რითი შეიძლება გამოსწორდეს ეს ყველაფერი, ხო? ეს არის, რავი, მთელი წყება იმ სწავლებების და იმ ორგანიზაციული სტრუქტურის რაც ეხება სახანძრო უსაფრთხოებას. მაგალითად 370-ე ბრძანებულება, რომელიც არის ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მოქმედებს საქართველოში, იქ პირდაპირ წერია, რომ ორგანიზაციას უნდა ყავდეს სახანძროზე პასუხისმგებელი პირი, უნდა იყოს დანიშნული და ამ საგანგებო სიტუაციაში მოქმედების პროცედურა უნდა ჰქონდეს, სადაც გაწერილი უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ის იმდენად ბევრი ნიუანსი არის იქ და იმდენად ბევრი ნაწილისგან შედგება, რომ თქვათ ჩვენთან რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი აკრედიტირებული კურსები არსებობს ამ შრომის უსაფრთხოების შესაბამის აკრედიტაციის ორგანოში, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც არის სახანძრო უსაფრთხოება, მაგრამ აი ის რომ კონკრეტულად ცვლაში რო ადამიანია და იმას რომ შესაბამისი ტრეინინგი უნდა ქონდეს გავლილი და ის თავის სისტემას ძალიან კარგად უნდა იცნობდეს და იცოდეს და იდენტიფიცირება თუ საიდან შემოვიდა ეს სრუგანგაში იქნება თუ ნამდვილი განგაში იქნება, მალე უნდა ხდებოდეს, უსწრაფესად უნდა ხდებოდეს იქ ადამიანის გაგზავნა და შემდეგ ნამდვილად დარწმუნება, რომ ხანძარი გვაქვს თუ არა გვაქვს. ხო, ესეთი ტრეინინგები ეს შიგნით ორგანიზაციაში დასაგეგმი არის და მაგაშია საჭირო, რომ თქვათ, აი ცივილიზებულ სამყაროში როგორ ხდება ყველა ეტაპზე არის სერტიფიცირება, იგივე თქვა სახანძრო სისტემის, აი ამერიკაში არის NICET-ის სერტიფიკაცია ეძახიან სისტემის დიზაინერისთვის, სისტემის ინსტალატორისთვის, სისტემის შემოწმებლისთვის, ის ვინც პერიოდულ ეგრეთ წოდებულ მომსახურებას მეინტენანსს და ინსპექციას ასრულებს, ყველას თავისი შესაბამისი სერტიფიკაციის პროგრამა აქვს, რომელიც უნდა გაიარო, შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო, თუ არა გაქვს ეს მუშაობა შეუძლებელია. ჩვენს რეალობაში რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში როლების გადანაწილება. აი სახანძრო სიტუაციის დროს, ან თქვა სხვა საევაკუაციო ან რაღაცა საგანგებო სიტუაციის დროს. აუცილებელი არის, იმიტომ რომ ერთი ადამიანი შეიძლება მართოს რაღაცა პატარა კონკრეტული
ორგანიზაცია ან სიტუაცია, ხო, მაგრამ როდესაც დიდ ორგანიზაციაზე გვაქვს, სასტუმროზე გვაქვს, აპარტ ჰოტელზე გვაქვს, რომელიც 40 სართულია, 60 სართულია, იქ ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ შეძლებს. ამიტომ იქ არის ესეთი სიმბიოზი უნდა მუშაობდეს ავტომატური სისტემის, დეტექციის, ხანძარქრობის და ადამიანების გუნდის, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტულად იმ დღეს სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. ეს იქნება ოპერატორი, რომელიც ამ სისტემებს უყურებს, ეს იქნება ეგრეთ წოდებული watchguard-ი, იქნება თუ fireman-ი იქნება, რომელიც მიდის და უნდა ადგილზე უნდა მართოს სიტუაცია და ევაკუაცია და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე მარტივად განსახორციელებელი და რაც საქართველოში სამწუხაროდ არ კეთდება, ეს არის სახანძრო სწავლებები, მე ესე ვიტყოდი, რომ ყველა ორგანიზაციაში, იგივე დიდ სასტუმროშიც და აპარტ ჰოტელშიც აუცილებლად 3 თვეში ერთხელ რომ კეთდებოდეს კარგი სხვადასხვა სცენარით შერჩეული საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომ თქვა ხანძარი გვაქვს 37 სართულზე და როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში. ანუ რეალური სიტუაციის სიმულაცია პერიოდულად, ხო? კი ბატონო. ეგ საშუალებას იძლევა სპორტშიც არსებობს ეგეთი გამოთქვა muscle memory, ანუ კუნთების მეხსიერება. მე ვეძახი ხოლმე ზურგის ტვინით მოქმედება და თავის ტვინი არ გჭირდება, მაგრამ იმდენჯერ გაქვს ეს რაღაცა პროცესი გავლილი, რომ ხელები და ფეხები თვითონ აკეთებენ შენ გასაკეთებელ საქმეს. ეს ევაკუაციის დროს და ასევე ტარდება სწავლებები და უნდა ტარდებოდეს ალბათ სწავლებები ქრობაზეც, აი თქვათ, ხო, პირველი რიგის ღონისძიებაზე, რომ როგორც კი დაინახე ცეცხლი, მაშინ რეაგირება, ცეცხლმა ქრის ად არის, როგორ უნდა ჩააქრო, როგორ უნდა გამოიყენო და ალბათ ეს მხოლოდ პრეზენტაციებით არა, ალბათ რეალურად უნდა ჩააქრო რაღაცა, იმიტირებული ხანძარი, რა თქმა უნდა და არა. მე მაქვს გამოცდილება, რამდენად სიმბოლური არ უნდა იყოს სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც სტუდენტობის დროს ცხოვრობდი, საქართველოში არ იყო ეს სამწუხაროდ. ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს დილით ირთვებოდა, სადღაც 9 საათზე. დანე რომელ ქვეყანაში ხდებოდა? ამერიკაში ხდებოდა. ირთვებოდა კანკაში და აუცილებელი იყო უნდა დაგეტოვებინა შენობა და მაინდა-მაინც ხუთშაბათს დილით იმ დროს არ მქონდა ლექციები, როცა შემეძლო რომ მეძინა, ვალდებული ვიყავი, რომ გავსულიყავით რაღაცა საერთო თავშეყრის ადგილზე მივსულიყავით, რაღაცას გვეტყოდნენ, აგვიხსინდნენ ერთი და იგივე რაღაცას ყოველთვიურად გვეუბნებოდნენ და თუმცა ამით სრულდებოდა, იწყებოდა სრულდებოდა ხუთშაბათის დილა და უკაცრავად დევნას არ ამშეწყვით, მაგრამ მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს შემოვლ ორგანიზაციაში მუშაობ მე, აქაც გვაქვს რეგულარული სწავლებები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ მაღლივი შენობა, ყოველ სართულზე დანიშნული გვყავს ხანძარზე პასუხისმგებელი მინიმუმ 2 პირი. ჩვენც ვაკეთებთ სახანძრო ევაკუაციებს, დაგეგმოს თუ დაუგეგმოს და ეს ზურგის ტვინის ასე ვთქვათ ვარჯიშებს ვატარებთ აუცილებელია. წინა პოდკასტში მე ვახსენე 11 სექტემბრის ინციდენტი და აი სწორედ რიჩარდ რესკორლა იყო ეს მორგან სტენლის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც ესე 3 თვეში ერთხელ ყველაზე ქვედა ოფისი ქონდა, მე მგონი 42 თუ 43 სართულზე და იმიზევით ქონდა 1-20 სართული, 2700 კაცი ებარა. და კიდევ ქვევით პატარა შენობა იყო 6 სართულიანი, 1000 კაცი იყავდა და 6 თვეში ერთხელ დაყავდა, ხო, 6 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ. გამოცდილი სამხედრო იყო და 93 წელს იქ აფეთქებაც მოხდა, რომელმაც ის შედეგი ვერ გამოიწვია, ტერორისტებს უნდოდა და იმის მერე სულ დანერგა ეს ევაკუაციის სისტემა და მენეჯმენტი სულ ეჭხუბებოდა, რომ კაიო, ნუ შეაწუხე ეს ხალხიო, ამდენი სართულს ფეხითო და ესთან სიმღერი და რაღაც პატრიოტული სამხედრო სიმღერებით ჩაარბენინებ და მე ადამიანები რომ მივხვდე, რომ ეს 40 სართულის სიარული არ იყო ადვილი, თვითონაც ცდილობდნენ, რომ ფორმაში ყოფილიყო, აი 3 თვეში რაღაც სწავლება რო გვაქვს, მზად ვიყოთო და შედეგი რა იყო? 2700 კაცის ევაკუაცია განახორციელა ამ ადამიანთან ისე რომ ჯერ გვერდზე სათამჯერს მოხდა და ბრძანება ჰქონდა stay put, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში ღუპავს ადამიანებს და დარჩენილიყვნენ ადგილზე. ამან უკაცრავა და გინებით იმათ მიმართ, ვინც უთხრა რომ stay put დარჩის ადგილებზე გვერდზე სათამჯერში ხდება ისა პრობლემა, თქვენთან არაფერი არ არისო, 2700 კაცი გამოიყვანა და შემდეგ თავის კოლეგების თხოვნით უკან შებრუნდა, რომ სხვა კომპანიების ევაკუაცია განახორციელებენ, დაიღუპა. სულ 13 კაცი დაიღუპა მორგან სტენლის კომპანიიდან და ერთი ეს უსაფრთხოების მენეჯერი იყო და 2 მისი მოადგილე, რომლებიც შევიდნენ, რომ კიდევ ადამიანები გამოიყვანათ იქიდან. ადამიანი იყო, აი ვიცი, გმირობის მაგალითი და შედეგი რა იყო ის, რომ რაღაცა გასაკეთებელია და ის, რომ თუნდაც მენეჯმენტი გვეუბნება, რომ ნუ შეაწუხე ხალხი, აი ეს მეხსიერება
და ზურგის ტვინი შესაბამის დროს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როდესაც ადამიანმა იცის განსაკუთრებულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ მას ეს რამდენჯერმე აქვს გაკეთებული და რაღაცები ავტომატიზირებულად კეთდება და ის შოკის დონე და ის ადრენალინის დონე უკვე მართვადი არის და რაღაცა 8 ჯერ გაკეთებული, რომ ეხლა ეს უნდა გავაკეთო, ამის შემდეგ ეს უნდა გავაკეთო და იმ მომენტში პირველად არ გიწევს მაგ საკითხზე ფიქრი, ამიტომ ვარჯიში სიმულაცია, ეგრეთ წოდებული fire drill, ხო? აუცილებელი არის იმისთვის, რომ ამ სახანძრო უსაფრთხოება, რა ვიცი, ერთი საფეხურით უფრო მაგლად ადგეს, ვიდრე მანამდე არის. დოკუმენტურ ფილმში სხვათა შორის ბევრი ახსენებს ამ ადამიანის გმირობას, რომ იხსენებენ აი როგორ გვაწამებდაო, როგორ გვაწვალებდაო, ყოველ ხო ეს 3 თვეში ერთხელ ჩართავდა განგაშს და ამხელა სართულიდან ახდენდა ამ ადამიანების ევაკუაციას და მოდი აქედან გამომდინარე ეს პროცედურად, მაგრამ უსაფრთხოების ინჟინრის, კონკრეტულად სახანძრო კუთხით უსაფრთხოების ინჟინრის ყოლა ორგანიზაციაში რამდენად მნიშვნელოვანია? ჩემი აზრით, ინჟინერი ცოტა განსაკუთრებული პოზიცია არის და არც არის აუცილებელი ყველა ორგანიზაციაში იყოს. ორგანიზაციას გააჩნია, მაგრამ ის რომ საინჟინრო სერვისები შეძენილი კონდეს, ეგ აუცილებელი არის. ანუ საუცილებელია რომ სახანძროზე პასუხისმგებელი პირი ყავდეს და ორგანიზაციული სტრუქტურა დალაგებული იყოს, სწავლებები ტარდებოდეს, მაგრამ ინჟინრის მოვალეობა არის რომ განახორციელოს თქვა პერიოდული მომსახურება, ეგრეთ წოდებული მეინტენანსი სისტემის გამართულობაში იყოს. ანუ თუნდაც აუთსორსიდან, ანუ არა შენგან კი აუთსორსი. არ არის საუძლებელო შენ შტატში იყოს ეს და როგორც წესი ცივილიზებურ სამყაროში არის კომპანია სერტიფიცირებული, რომელიც არის პროვაიდერი შესაბამისი ტექნიკური სერვისის და ამ სერვისის იღებს შენ შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ და ხარდარწმუნებული ეს სერვისი სწორად კეთდება და რავი სტანდარტში პირდაპირ დეტალურად არის გაწერილი 2010 წლის შემდეგ NFPA 72-ში ესეთი დიდი თავი გადაინაცვლა მომსახურების აიტემი, რასაც ქვია inspection, test and maintenance, მე-14 თავი არის, სადაც ბევრი გვერდი არის, დაახლოებით 50-60 გვერდი არის, დეტალურად არის გაწერილი წლის განმავლობაში და სხვადასხვა პერიოდულობით რა უნდა კეთებოდეს, როგორც ეგრეთ წოდებული ვიზუალური ინსპექცია, ისე ფუნქციონალური ტესტირება. მე ჯერ კიდევ მოვეწარი იმ დროს, როდესაც ესეთი დეტექტორები იყო სახანძრო, სპეციალური პატარა ადგილი ქონა, მაგნიტს რომ მიადებდი, აქტიურდებოდა და ანუ ესეთი ტესტირების ერთ-ერთი მეთოდი იყო, მაგრამ ეხლა სტანდარტი გძალავს უკვე ეგეთ ტესტირების და აქტივაციის მეთოდები და გეუბნება რომ შესაბამისად სერტიფიცირებული აეროზოლი ან სულაც კვამლი, პატარა კვამლის კაფსულებიც არის სატესტო მოწყობილობა უნდა გამოიყენო და ფუნქციონალური ტესტირება წელიწადში ერთხელ ყველა მოწყობილობის უნდა გააკეთო, ყველა დეტექტორის სათითაოდ რანაირად დიდი სისტემაც არ უნდა იყოს და ათასობით დეტექტორი არ უნდა იყოს, ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა დაიტესტოს ფუნქციონალურად სწორად, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ხდება დარწმუნება, რომ ჩვენი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არის გამართულ მდგომარეობაში. სხვა საშუალება არ არსებობს. როგორ შეიძლება დაყო ეს? რამდენჯერ შეიძლება გააკეთო? თქვა 4ჯერ, 2ჯერ. მაგაზე სტანდარტი არ გზურდავს, თავარი რომ წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ უნდა დატესტო ყველა ფუნქციონალურად უნდა შემოწმდეს მოწყობილობები და მინიმუმ 2ჯერ ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს. ეხლა შეიძლება, რა ვიცი, მაყურებელს გაუჩნდეს შეკითხვა ვიზუალურად რა ხდება, რო უყურებ მზერით რა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ აი მარტივი რაღაც ჩემ პრაქტიკაში ყოფილა, რომ რაღაცა შეუღებია და დეტექტორი ისე იყო შეღებილი, რომ აღარ ფუნქციონირებდა, მაგის აღმოჩენა ვიზუალურადაც შეიძლება, ან ზედ რაღაცა აქვს მიფარებული, ან ოთახის სიტუაციაში გადატიხრეს და დეტექტორი ერთ მხარეს დარჩა და მეორე მხარეს დეტექცია არ არის. უბრალოდ ჩაუღონდეთ ჩემი აზრით ამ უსაფრთხოების ინჟინერს და უბრალოდ ტექნიკურ ინჟინერს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ოფიცერს. იმიტომ რომ მე ხშირად შემხვედრია, მაგალითად სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია დაცვის უფროსი, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი პირველადი დანიშნულება არის, რომ დაიცვას შენობა, რომ ვიღაცამ რაღაცა არ მოიპაროს და ეს სახანძრო უსაფრთხოება და იგივე ეს ფაერვარდენები, რეგულარული ევაკუაცია და სწავლებები მისთვის თვითონაც არ იცოდეს შეიძლება. ინჟინრის წარმოსადგენა მისი როლი არის, რომ თუ არ მუშაობს სისტემა, მივიდეს გააკეთოს. მაგრამ ეს ხშირი არის ჩემს პრაქტიკაში, რომ ეს გეპი, რომ ვინც იგივე პერსონალის სწავლებები უნდა გააკეთოს, ეს საევაკუაციო ბანერები რაც არის გამოკრული, რეალურად რომ ხალხმა იცოდეს, ამის ისწავლება ხშირად გამოტოვებული არის საერთოდ ორგანიზაციაში, მაგრამ ხანძრის დროს სწორი ევაკუაცია, ხანძრის დროს ადამიანების სწორად გაყვანა შენობიდან და ხანძარზე სწორი რეაგირება
სწორედ აი ამ რგოლის მოვალეობა უნდა იყოს, რომელიც ჩემი ეს დათვის უფროსსა და ინჟინერს შორის იკარგება. შემოსული არის ეხლა ახსენე რამდენიმე რეგულაცია ეს HSC უსაფრთხოების სისტემაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ხშირად ხდება რომ წარმოდგენაში ეს არის რომ რაღაც მშენებლობის დროს რო იყოს ეს პირი წარდგელი, მაგრამ ყოველ არის რომ შენ ორგანიზაციას უნდა ყავდეს სახანძროზე პასუხისმგებელი პირი, ეს პირი ვინ იქნება? ეგ ორგანიზაციაში შიგნით გადასაწყვეტი, ისე როგორც ის სტრუქტურა ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს. ინჟინერს შესაბამისი, თქვა ტექნიკური ცოდნა უნდა გააჩნდეს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირს უნდა გააჩნდეს ორგანიზაციული მენეჯმენტის ცოდნა უნდა გააჩნდეს და მე ერთობლივად უნდა იმუშაონ როგორც პროცედურაზე, როგორც სწავლებაზე, ისე იმ სიმულაციაზე, ეს გუნდური მუშაობა არის. გუნდში ყველას აქვს თავისი ადგილი და თავის შესასრულებელი საქმე, მაგრამ გუნდში ყველამ უნდა შეასრულოს თავის საქმე, რომ კარგი შედეგი მივიღოთ, ასე ვთქვათ რა. თუ გვაქვს ჩვენ რამე მასერტიფიცირებელი ორგანო ან შემოწმებელი ორგანო, რამდენად ტარდება ორგანიზაციაში ეს წესით საგანგებო სიტუაციები ამოწმებს ამ ყველაფერს. ეხლა რა დონეზე და როგორ ხდება და რა სიღრმეზე ხდება ჩაღრმავება, მე ვერ გეტყვი, მაგრამ თქვათ მაქვს ის ინფორმაცია, რომ იგივე განსაკუთრებით დიდ სასტუმროებში და იქ სადაც ბევრი ადამიანი არის და სასტუმრო განსაკუთრებული რისკია, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანი ყავს, იმან არის შენთან სასტუმრო სად საევაკუაციო გასასვლელია, იშვიათად რამდენჯერ შეგიხედავს ახლა საევაკუაციო გეგმისთვის შენ ნომერში რო არის ხშირ შემთხვევაში ადამიანები შეგიხედავს, მაგრამ არა უმოკლევია. იმას კარგად ხედავს, მაგრამ დაითარი გასასვლელი, საით შემოსასვლელი. ანუ განსაკუთრებით ესეთი ადგილები არის დიდი რისკის შემცველი და მათი შემოწმება ხდება და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული სწორედ მენეჯმენტის დაკვეთაზე. ანუ დაკვეთა უნდა იყოს ის, რომ კონდეს უსაფრთხო გარემო. თუ ასეთი დაკვეთა არსებობს მენეჯმენტისგან მის შესრულებას, ხო? ბევრი წინააღმდეგობა არ დაჭირდება, მაგრამ თუ დაკვეთა არის, რომ რაც შეიძლება დიდი ეკონომია გავაკეთოთ, ბატონო დავით, შესაბამისი შედეგები მოყვება ამას. ეკონომია კეთდება მანამ, სანამ უბედურება მოხდება. როგორც უბედურება მოხდება, შემდეგ ყველაფერი არის ზარალი. ზუსტად ეგ არის, რომ უსაფრთხოება ძვირიჯდება და ეს წინასწარ უნდა გადავიხადოთ ამის საფასური და არა მერე, როდესაც უბედურება დადგება. და ახლა როგორც მივხვდი, თუ სწორად მივხვდი, ამ წუთას ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება რომ ყავდეს პასუხისმგებელი პირი და არა როგორც ესე უსაფრთხოების ინჟინერი, ანუ ამის ვალდებულება არ დგას, ხო, უსაფრთხოების ინჟინერი შეგიძლია დაიქირაო, შეგიძლია ვთქვათ რომელიმე კომპანიას დაუკვეთო და შენ თვითონ შენს ორგანიზაციაში უნდა გადაანაწილო ეს როლები და პასუხისმგებლობები უნდა გადაანაწილო ვინ რაზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად უნდა ჩაუტარო ის სწავლებები, ის ტრეინინგები როგორც კლასში, როგორც ოთახში, ასევე მის გარეთ ვთქვათ ჩაქრობაზეც უნდა არ ვიცი როგორ ქვია ამას რა, ტრეინინგი ჩაუტარო, ასწავლო და დაატრეინინგო როგორც ჩაქრობაზე, ასევე გამოძახებაზე. ორგანიზაციაში ესეთი პროცედურა არის რა. იქ წერია, რომ თუ შენ მომზადებული არ ახარ ხანძარ ქრობაზე, საერთოდ თავი დაანებე გმირობაზე, წადი და გააკეთე ევაკუაცია შენობიდან, მაგრამ შენ თუ ხარ მომზადებული და შესაბამისი პერსონალი და პასუხისმგებელი ხანძარ ქრობაზე, მაშინ განახორციელე ხანძარ ქრობა. ანუ მომზადებელმა ადამიანმა, რომელმაც თვითონ არის ის ხანძარ ქრობა როგორ გააკეთო და ხანძარ მაქრი ხელში არ წერია, ის ჯობია რომ არ გაეკაროს და თვითონ გავიდეს უსაფრთხო შენობიდან. საერთაშორისო პრაქტიკა როგორ არის? აი თქვათ არის ესეთი უსაფრთხოების ინჟინრის მოთხოვნა, ალბათ იყო ხო იმ ჩვენ ახლა ინჟინერს რაღაცა ისეთ კონტექსტში ვახსენებთ, სიმართლე გითხრა, მოდი ორი ნაწილად HSC, კარგი, ორ ეტაპად გავყო და ორ ნაწილად გავყოთ ეს ყველაფერი. ანუ ინჟინრის ან საინჟინრო სერვისის მოვალეობა არის, რომ შენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა კონდეს გამართული. ეს მიიღწევა პერიოდული მომსახურებით ან პროაქტიული მეინტენანსით, როდესაც რაღაცა დაზიანებულია, დროზე უნდა აღმოიფხვრას, შესაბამისი ინჟინერი გჭირდება და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც საგანგებო სიტუაციაა და სისტემამ დაადეტექტირა, რომ ხანძარი გაქვს, ხო? იქ შენ ინჟინერი აღარ გჭირდება. შენ მერე გჭირდება მენეჯერი, რომელიც მართავს ამ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მართავს ამ სიტუაციის კარგად დასრულებას, ანუ მსხვერპლის გარეშე შესაბამის ხალხის ევაკუაციას, ხანძარქრობას და ასე შემდეგ. იქ ინჟინრის როლი ესეთი განსაკუთრებული არ არის, მით უმეტეს, როდესაც სახანძრო ბრიგადის მოსვლა ხდება. ჩემი წარმოდგენა ესეთი არის ამ პროცესში. ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა, რომ როდესაც სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელსაც უწევთ, მაგალითად, ტექნიკურ მხარდაჭერას სახანძრო უსაფრთხოებაზე
კითხვა წამოსულა მათი მენეჯმენტისგან, რომ ხანძრის დროს რამდენად სწრაფად მოვა შენი ინჟინერი. მე ვემბლები ხანძრის დროს ჩემი ინჟინერი რაში გჭირდება. აქ ან გონია შემთხვევა ზუსტად 2 კვირის წინ მქონდა მირეკავს ერთ-ერთი ტიპი, რომ ქვედა სართულზე ვხედავ ხანძარს და რა გავაკეთო. დარეკე 112-ში მეთქი უთხარი რა უნდა გააკეთოს. ანუ პირველი რადი რეაგირება უნდა მოახდინო ზუსტად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირველ ორგანიზაციაში. ინჟინერი არაფერში არ სჭირდებათ. ვერაფერს ვერ გაუკეთებს ინჟინერი. სახანძრო პანელზე რა პრობლემა აქვს, არა აქვს პრობლემა ხანძრის დროს ეგ საერთოდ მეასე ხარისხოვანი. ანუ ადგილობრივი პერსონალი უნდა იყოს მომზადებული, დატრეინინგებული, მას უნდა შეეძლო სახანძრო სისტემიდან შემოსული ინფორმაციის სწორად გაგება და სწორად ინტერპრეტირება და ამ სისტემის გამოყენება და დანარჩენი ტექნიკური საკითხი რაც არის, რომ ეს სისტემა გამართული იყოს პერიოდულად შემოწმდეს და ასე შემდეგ, უკვე ინჟინრების გასაკეთებელია, იმიტომ რომ მათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ და იდენტიფიცირებას პრობლემის სხვანაირად შეუძლიათ. რისკების მიხედვით მე მგონი რომ ერთი ვალდებულება არსებობს რისკ ჯგუფების მიხედვით შეტყობინება 112-ში შეტყობინება, ანუ ყველას არ აქვს ამის ვალდებულება, მაგრამ არის რაღაცა რისკ ჯგუფების წარმოებები, რომლებიც ვალდებულნი არიან რაღაცა პროცედურა არსებობს, სხვა პროცედურა დანარჩენი როგორც ვისაუბრეთ ესეა. თუმცა საქართველოს ამ ყველაფერ ასე თქვა, ეს ყველაფერი გადის ფინანსებზე. იგივე უსაფრთხოების ინჟინრის სკოლა, იგივე მოცდენ ამ ხალხის რო რეგულარული ტრეინინგები გაუკეთო, იგივე ის რო გააკეთო ევაკუაციები რო აკეთო, რო ყავდეს მეინტენანსზე პასუხისმგებელი პირი და ხშირად გავდივართ იმ ზღვარზე, რომ მენეჯერები იქნება თუ ორგანიზაციის დამფუძნებლები აკეთებენ ეკონომიას. მაგრამ რამდენად არის სახანძრო უსაფრთხოებაზე გაკეთებული ეკონომია, რეალური ეკონომია და არა ზარალი გრძელვადიანში. პრევენცია ყოველთვის იაფია. პრევენციას არაფერი არ ჯობია. ანუ პრევენცია არის ყველაზე იაფი. რეალურად რა თქმა უნდა, როგორც თქვი, ანუ ეკონომია არის მანამ, სანამ უბედური შემთხვევა მოხდება და მე უკვე ყველაფერი გვიან არის და ის ეკონომიაც უკვე თავში სახლელი არის, როდესაც ადამიანი დაიღუპება და ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ გარემო იყოს უსაფრთხო. ინტერნეტში რო დაძებნო, აი რატომ არის მნიშვნელოვანი სახანძრო სისტემების მომსახურება, ან AI-ის რო კითხო და ეს ცივილიზებულ სამყაროში, იმიტომ რომ კანონმდებლობას მოთხოვნა არისო და ჩვენ უნდა დავფიქროთ იმაზე, რატომ გახდა ეს კანონმდებლობის და სტანდარტის მოთხოვნა, იმიტომ რომ ხო, ამის შეუსრულებლობა იწვევს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით ის სისტემა რაშიც ფული გადაიხადეს, არის თუ არა ფუნქციონირებადი და მუშამდგომარეობაში, თუ ის პერიოდულად არ შემოძმა, თუ იმას არ ეყოლება შესაბამისი პერსონალი, როგორც მომსახურე მხრიდან, ისე ოპერირების მხრიდან, ხო? ის სისტემა არის გამოუყენებელი პრაქტიკულად, ხო? არც მისი მდგომარეობა ცნობილი, ეგეთი სისტემაც სამწუხაროდ ბევრჯერ გვინახია, რომ, რა ვიცი, წლობით და 10 წლეულობითაც კი ხელი არ დაუდიათ და, რავი, აქვს მილიონი დაზიანება, ნახევარი სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, ეს გაჩუმებულია და მთელი მიზანი რა ქვია იმ გუნდის რომელიც პასუხისმგებელი ამაზე რომ აი ოღონდ სახანძრო სისტემა არ გააქტიურდეს და ყველაფერს გააკეთებენ მაგისთვის და იმისთვის კი არა რომ გააქტიურდეს შესაბამის დროს და შესაბამისი ქმედებების მარტივ რაღაცას მოყვები ის იყო მანქანაზე რაღაც airbag-ის და ინჟინერი ცდილობს რომ ნუ მოატყუოს და უნდა გავთიშო და მეთქი არ გათიშო უბრალოდ გააკეთე რესეტი, იმიტომ რომ ვაყენებ ახალს იმისთვის რომ ის შევცვალო და ამან უნდა იმუშაოს. ანუ პირველი რაც მოსდის ადამიანს თავში ის არის რომ უნდა გაითიშოს და არ უნდა წრიპინებდეს და უნდა ჩაქრეს და ამ სახანძროზე რო გავაკეთოთ ამის მისადაგება ბევრ ობიექტზე ყოფილ ვარ, სადაც დაცვის ოთახში ეგრეთ წოდებული დაცვის ოთახში არის ეს პანელი, სახანძრო პანელი, რომელიც უმოქმედოა და გათიშულია. ძალიან ბევრი გვინახავს ხო ესეთი ობიექტი და აი ეს არის ამას ხელი არ ახლოთ, ანუ დაცვის თანამშრომელს აქვს ესეთი ინსტრუქცია, რომ ამას ხელი არავინ არ უნდა ახლოს. თუ წრიპინებს უნდა გამორთო და აი ამ ტრეინინგებთან დაკავშირებით ხშირად ესეთი კითხვა მიჩნდება, რომ არა მარტო სახანძრო უსაფრთხოების ნებისმიერი ტრეინინგი რო გაიარო, პრაქტიკის გარეშე ხშირად ამ თეორიული მასალას ეკარგება ძალა და საერთოდ მნიშვნელობა და განსაკუთრებით ხანძართან ურთიერთობის დროს ცეცხლის ელემენტარული ცეცხლმაქრები რო გვიდევს ოფისებში. თუ ამის სწორად გამოყენება არ იცი, თუ არ გაქვს ამისი პრაქტიკა და ფსიქოლოგიურადაც უარ ხარ მომზადებული ხანძარი ჩააქრო, მიუხედავად რამდენად პატარაც არ უნდა იყოს,
ძალიან რთული არის. ჩვენთან ორგანიზაციაში მესაც მუშაობ, მაგალითად დანერგილი არის, რომ რეგულარულად მოხდეს პრაქტიკული სწავლებები თეორიulis გარდა და იმის გამო რომ ხშირად შეიძლებოდა თანამშრომლები არ ყოფილიყვნენ მოტივირებული რომ ეს მისულიყვნენ და ეზოში დანთებული ცეცხლით ჩაიქრო, ეხლა მენეჯმენტმა გააკეთა ესეთ რაღაცა რომ პიკნიკს ვაწყობთ, თითქმის კორპორატიულს ვაწყობთ, რომ ეს პრაქტიკული სწავლება გავაკეთოთ. თხილად იყავით, დღეში ხანძარი არ გააჩნია. თეთრმაკრებებით, წეღან ვისაუბრეთ ჩვენ ამ fire drill-ზე და სიმულაციაზე და სწავლებაზე და მაგ სწავლების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ეს პროცედურა რომ მაგალითად დავწერთ ორგანიზაციაში პროცედურას სახანძრო განგაშის დროს ვიქცევით ესე, ხო და სხვადასხვა სცენარის დროს ეს პროცედურის სისწორეს იტესტება. ანუ შეიძლება მესამე სწავლებაზე აღმოვაჩინოთ, რომ აი რაღაცა კონკრეტული სცენარის დროს იმ პროცედურამ, რომელიც გვეწერია და უნდა ემუშავა, აი სწავლების დროს არ იმუშავა და სხვათა შორის აი ვითით დავიწყეთ პოდკასტს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები, გამომწვევი მიზეზი არა, მაგრამ ხელშემწყობი მიზეზი ერთი არის, რომ რასაც შეხვდებით ესე ლიტერატურაში, რომ ძველი რისკების შეფასება. იმიტომ რომ დაძველდა ის რისკები და ახალი რისკები წარმოიქმნა, იმ რისკების შეფასების განახლება არ მოხდა. დაძველდა ეს პროცედურა. აღარ მოქმედებს ის რაღაც ახალი ასპექტი გაჩნდა ორგანიზაციაში, შენობაში, სისტემაში, რომელიც შესაბამისით აღარ აღმოჩნდა ის ჩვენი პროცედურა და ეს პერიოდული სწავლება, პერიოდული სიმულაცია სწორედ მაგის საშუალებასაც იძლევა, რომ ეს პროცედურა რომ გვაქვს, როგორ მუშაობს ეს პროცედურა, გამართულად მუშაობს, გუნდი კარგად არის შეთამაშებული ერთთან, ყველა მიცის თავისი როლი, აი აქ რაღაცა რო აღმოჩნდა ადაპტირება როგორ მოხდა ახალ გარემოებასთან და ასე შემდეგ. მინიმუმ ხარვეს აღმოაჩენ, ხო, მინიმუმ ხარვეს აღმოაჩენ იმისთვის, რომ შემდეგ თუ დადგა ესეთი მომენტი, საჭირო დროს, რესურს, ალბათ პირდაპირ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ხდება სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება. სხვანაირად ეს გამორიცხულია. ანუ ეს ეხება ესეთ თემას, რომ თუ რეგულარულად ვამოწმებთ ამ ყველაფერს, თუ რეგულარულად ვასრულებთ, ეს არის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის პრევენცია უпроსტად მესწრაფი და არის ხო სრულყოფისკენ, პრევენციის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯი. წარმატებით მართვისკენ გადადგმული ნაბიჯი. წეხან საუბრობდით რეგულარულ შემოწმებებზე ტექნიკურ ინჟინრის მიერ. ჩემს პრაქტიკაში რაც მქონია არის ორი გამოწვევა. ერთი არის რომ მენეჯმენტი ვერ ხვდება ამით საჭიროებას, რატო სჭირდება ესე ხშირად შემოწმება, რატო არ შეიძლება მაგათაც წელიწადში ერთხელ მივიდეს ერთი დღე ვიღაცა შეხედოს და რა ვიცი იმარჩიელოს ყველაფერი მუშაობს, ან თქვას რომ ყველაფერი მუშაობს. მეორე უკიდურესობა ის შემხედრია, რომ მენეჯმენტმა თანხა გადაიხადა ყოველთვიურად ან მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა მივიდეს ინჟინერი შეამოწმოს, რომ იმ სტანდარტის მიხედვით მოხდეს ყველაფერი შემოწმება, მაგრამ პერსონალი ვინც ხვდება, ეუბნება მოდი რა იქ ეხა ხალხი მყავს და ეხა არ ღირს იქ შესვლა და რა საჭიროა ამდენჯერ შემოწმება. იმ ნომერს ვერ გავაღებ ან რაღაცა რა. ან საფრთხე შემთხვევაში ვერ გავაღებ, ან ეხა იქ ხალხია, ან ეხა ესე ხშირად ატოგვჭირდება ამისი შემოწმება, ეხა რაღაცა საქმე მაქვს. აი ამ გამოწვევას როგორ უნდა უპასუხოთ, ან თუ არის რამდენად მნიშვნელოვანი ეს მართლა რო წერია რომ ყოველი დეტექტორი უნდა შემოწმდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია, ხო შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ, თუ ფოლტი არ მოგდის არაფერი და არის ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანი არის. რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, NFPS 72-ში კონკრეტულ სტანდარტში, ხო, არ იქნებოდა რაღაც 50 გვერდი მაგ ყველაფრისთვის დათმობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენ გვარწმუნებს, რომ სისტემა, რომელიც გვაქვს, გამართულად ფუნქციონირებს. სხვა საშუალება მაგაში დარწმუნების მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ძალიან კონსერვატულია ყოველთვის და ყველაფრის მონიტორინგს ცდილობს იქ მოწყობილობა მიერთებულია, ხაზი მთელია თუ არ არის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ სისტემა მუშაობს და მის შემდეგაც პერიოდულობა სწორედ მაგიტომ ჭირდება, რომ ეს არ არის, რომ ერთხელ დღეს თუ მუშაობს, ხვალ არ გვაქვს გარანტია, რომ ვიღაცამ ელემენტარულად თუნდაც შეგნებულად არ გააფუჭა სიტუაცია. ჩვენ რო დავიწყეთ პოდკასტი და მიზეზებზე რო ვისაუბრეთ, ეხლა გამავალ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი დაგვავიწყდა და ეგეც აღსანიშნავია. ეს შევა ეგეც ესე კურიოზულად უყურებთ, მაგრამ შეგნებულად ხანძრის გაჩენა და მაგისი შემთხვევა თბილისში უკვე ქონდა, როცა სასტუმრო ამბასადორში ადამიანმა შეგნებულად გააჩინა ხანძარი. მაგის წინააღმდეგაც პრევენციული ნაბიჯი სწორედ ეს არის, რომ სისტემის მუდმივი შემოწმება და მონიტორინგი უნდა ხორციელდება. თუნდაც ვიზუალური რომ რაღაცა დეტექტორებზე რაღაც არ არის მიფარებული, რაღაცა სივრცეში შეგნებულად არ გამოიყვანეს წყობრიდან დეტექციის სისტემა. ნებისმიერი სტანდარტი იქნება წესი თუ რეგულაცია, ხო ემყარება გამოცდილებას, ეს ხო არ არის ისე მოგონილი და რაღაცა რა.
რატო ითხოვს ამას და რატომ არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა სასტუმრო იქნება თუ რა ობიექტიც არ უნდა იყოს იქ, რაღაცა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვიღაცამ რაღაც კაბელი გამოაძრო, სადღაც რაღაცა ამოჭრეს და იქ ვერ მიდიხარ იმ ადგილას. შემთხვევით დააზიანეს და როდესაც ამას აკეთებ რეგულარულად და რო ამოწმებ ამ მეინტენანსს რო აკეთებ რეგულარული შემოწმების დროს, ეს გამოჩნდება, ეს ჩანს, ეს ხარვეზი და თუ ამას არ გააკეთებ, ხო, იქ ვიღაცამ რაღაცა ფეხი წამოსდო, შემთხვევით ჭერში მოძრაობდა და ვერ მოხდა სწორი დეტექცია, ხო? აი ამისთვის არის და არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც იქ რო წერია, ხო? იქ იმიტომ კი არ წერია, რომ ასე ვიღაცას დაესიზმრა. არ დაესიზმრა, ეს არის გამოცდილება და ეს არის სრულყოფა. იმისთვის, რომ სრულყოფილი სახანძრო სისტემა ხანძრის მეცნიერებას დიდი ისტორია აქვს უკვე და NFPA-ის უკვე 130 წლიანი ისტორია აქვს და ეს თან ამერიკაში სხვანაირად უდგებიან ხანძარს. ერთი სტატისტიკა მახსენდება ქვეყნების მიხედვით ხანძრების რაოდენობა და მეორე უკვე დაღუპულთა რაოდენობა და ზარალის რაოდენობა და მახსოვს რომ ამერიკაში და რუსეთში ორივე დიდი ქვეყანა არის ეს თანაზომადი ასე თქვა დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის იყო ხანძრების რაოდენობა, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ზარალის რაოდენობა რუსეთში იყო 3-ჯერ მეტი. ანუ იმას როგორ მართავ სახანძრო უსაფრთხოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ჩემი აზრით იგივე NFPA-ის სტანდარტებს თუ გაეცნობი და იმ დოკუმენტებს რომელშიც აი 15 წელი სწავლობდნენ რომ გაიგოთ ძინარი ადამიანი რა სიხშირის სიგნალით უნდა გააღვიძო და მიხვდე რომ მაღალ სიხშირულ სირენებს ჯობია დაბალი 520 ჰერცის სიგნალი უნდა იყოს და პირდაპირ სტანდარტში არის ახლა ჩაწერილი რომ თუ არის საძინებელი ერთეულები და მაგას დაჭირდა დიდი ხნის კვლევა მაგალითად NFPA 72-ში დიდი გეპი იყო ასე ვთქვათ რომ წერტილოვან კვამლის დეტექტორებზე ინსტალაციის სიმაღლე არ იყო მითითებული ითვლებოდა 3 მეტრამდე სიმაღლეზე ახალ რედაქციაში 2025 წლის რედაქციაში უკვე განისაზღვრა და შეიცვალა იქ ყველაფერი იქ მუდმივად განვითარება მიდის ამ სტანდარტის და სპეციალური ძალიან მაგარი ორგანიზაცია არის იმიტომ რომ თავისი კვლევითი ჯგუფები ყავს თავისი კვლევითი საქმიანობა აქვს და ამის ყველაფრის მიზეზი და მიზანი არის ის რომ ეს გარემო შეიცვალოს უკეთესობისკენ რომ სახანძრო უსაფრთხოება 1, 2 და 3 დონით უფრო მაღლა ავიდეს და სტანდარტების შეძენაზე მე იმედი მაქვს რომ ერთი პოდკასტი კარგი იქნება დავით თუ სწორედ ამ სტანდარტებზე რეგულაციებზე გავაკეთებ და კი ცალკე და უფრო გაშლად ვისაუბრებთ რა ვიცი ჩავხედავ თუნდაც იგივე აქ მაგიდაზე სტანდარტში რა წერია რა მოთხოვნები აქვს რისგან შედგება რომ სმენელსაც და მაყურებელსაც უკეთესი წარმოდგენა შეექმნას ჩვენთან სამწუხაროდ აი ესე ცუდი ტენდენცია არისო ყველა გამოდის და აი თანამედროვე ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობ და ნუ რა ვიცი ადამიანი მაგას რო ეძახის მინიმუმ სტანდარტი შეძენილი ხო მაინც უნდა გქონდეს ან ყდაზე რა წერია ეს მაინც უნდა გქონდეს რაღაცა მინიმუმს უნდა აკმაყოფილებდეს ხო და რა ვიცი კი მხოლოდ რაღაცა დეკლარირებულ დონეზე გვაქვს მაგრამ პრაქტიკულ დონეზე რა ეთდება და სტანდარტის საკითხვა და მისი იმპლემენტაცია სამწუხაროდ ადვილი არ არის რთული პროცესია. კი რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. მე გავდივარ ამ პოდკასტიდან იმითი და იმ ცოდნით რომ ყველა ხანძარს ერთნაირად ვერ ვბრძოლდებით. აუცილებელია არა მარტო სისტემა, არამედ ხალხის განათლებაც, რომ ხანძრის დროს სწორად მოხდეს ხანძართა რეაგირება. აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოების სისტემით სწორად შერჩევა. პირველი რაც გამორჩა და ალბათ ყველაზე უფრო აუცილებელია რისკების სწორად შეფასება და რისკების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს. და ამ ყველაფრის რეგულარულად შემოწმებად როგორც შემოწმება, ასევე კეთება იმ ტრეინინგების კეთება, იმ პრაქტიკული სწავლებების კეთება, იმ ევაკუაციების გაკეთება, რომ ჩვენს როგორც არა მარტო მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენს შრომას ზოგადად კულტურა რო შემოვიდეს ამისი და ცნობიერება რო ამაღლდეს მოსახლეობაში. და ასევე უსაფრთხოებაზე ეკონომიის გაკეთება გამოდის პირიქით, უკვე ეფექტი მომავალში ჩადებული ნაღმი არის. მომავალში ჩაღებული ნაღმი, თქვენ ხო არ დაამატებთ რაიმეს? არაფერი რაც გვინდა და გველაპარაკა შენ თქვი უკვე. სახანძრო უსაფრთხოება არის ძალიან კომპლექსური და მრავალმხრივი და ყველა რგოლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს ყველა რგოლი თუ ერთნაირად არ მუშაობს და ეს მუშაობა მუდმივი არ არის, შედეგი სამწუხაროდ ვერ მიიღწევა. ერთ რამეს დავამატებ, პრინციპში ეს ვისაუბრეთ, მაგრამ
სტანდარტი არ არის მხოლოდ სტანდარტი და ქაღალდზე დაწერილი რამ. ყველაფერი ეფუძნება ძალიან დიდ გამოცდილებას და ბევრი ამ გამოცდილებიდან შეიძლება იყოს სამწუხარო გამოცდილება, რომ აი ამან გამოიწვია კონკრეტულად, ეხლა არაფერს არ დავასახელებ, აი თუნდაც დათომ ახსენა იმის დეციბელების სიხშირე იმის მაჩვენებელი, რატომ მაინც და მაინც ეს, იმიტომ რომ და სტანდარტი რა სიტყავს, რომ აი ამ სიხშირით უნდა გააღვიძო ადამიანი, იმიტომ რომ მას გული კი არ უნდა გაუსკდეს იმის გაღვიძების დროს, ხო, რატო არ შეიძლება რომ მოუმატოთ და უფრო იქნება აცქარდეს ან მაქსიმალურად რო გააღვიძოს. პირიქით, ხო, შეიძლება პანიკაში ჩავარდეს რა, ამიტომ სტანდარტების დაცვა აუცილებელია პრევენციისთვის და ჩვენ ვიცით, რომ პრევენცია ჯდება ბევრად იაფი. პრევენციის დროს რა ფულიც არ უნდა დახარჯო, ის ბევრად იაფი იქნება იმაზე, რაც შეიძლება შემდგომში ამ პრევენციის უგულებელყოფამ მოგიტანოს. ამიტომ ფული დახარჯეთ პრევენციაზე და მე უბრალოდ ძალიან კარგი დღეისათვის სულ ეს იყო. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, გადადით ჩვენს YouTube არხზე და გამოიწერეთ 3D პოდკასტის გვერდი. დაგვიკომენტარეთ ამ თემის შესახებ კიდევ რა გამოგვრჩა, რა არის თქვენთვის საინტერესო, ან მომავალში რა იქნება თქვენთვის საინტერესო თემა უსაფრთხოების კუთხით. მადლობთ რომ გვიყურეთ, დაელოდეთ მომავალ თვის ბოლო ხუთშაბათს. ნახვამდის.